შესახებ ვებინარები გრძელდება, სავარაუდოდ დღეს მესამე და მეოთხე სტანდარტის შესახებ ზოგად ინფორმაციას ამოვწურავთ და რადგანაც მოვიდა ჩემთან შეტყობინებები, რომელიც ძირითადად ეხებოდა ვერიფიკაციას, შეფასების ვერიფიკაციას, ასევე რემედიაციასა და ეხებოდა ასევე დამატებით კიდევ დიაგნოსტირებას, ამასთან დაკავშირებით ცალკე მინდა კიდევ ჩავნიშნო შეხვედრა, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ის საკითხები, რომლებსაც შედარებით სკოლებს გამოცდილება არ აქვთ და რადგანაც ეს გამოცდილებები არ გვაქვს, ამიტომაც მინდა რომ ცალკე მოვამზადო მოდული, რომელსაც ზუსტად ამნაირივე ფორმატით, როგორიცაც დღეს და გუშინ გვხვდებოდით და გუშინ წინაც, აი ზუსტად ამ ფორმატით წარმოგიდგინოთ. ახლა მე თქვენ გაგიზიარებთ ფაილს მესამე სტანდარტის გაიდს ეგრეთ წოდებულს. კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ იმის გამო, რომ უცხოური ტერმინები ბევრი შემოგვაქვს, მოგეხსენებათ პედაგოგიკაშიც ისევე როგორც სხვა ბევრ სამეცნიერო თუ არასამეცნიერო მიმართულებებს აქვს თავისი სპეციფიკური ტერმინოლოგია და აქედან გამომდინარე ხშირად მოგვიწევს ხოლმე საერთაშორისო ტერმინების დამკვიდრება. მოკლედ მესამე სტანდარტის გაიდს თუ დავიდებთ ნებისმიერი ჩვენგან, რომელსაც ბუნებრივია აგიტვირთავთ ტექსტური ფორმატითაც, უკვე არ გაგიჭირდებათ მესამე სტანდარტის მიმართ სკოლის სრული გატარება მესამე სტანდარტი, რასაც მოითხოვს. მესამე სტანდარტში გვაქვს ასეთი სახელწოდება, ეს გახლავთ სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და მასში არის მოქცეული 7 კომპონენტი. ნახეთ, მესამე სტანდარტში 7 კომპონენტია, ანუ შემადგენელი ნაწილი, ხოლო პირველ, მეორე და მეოთხე სტანდარტში არის 8. ანუ სამ სტანდარტში რაც არის თითქმის იმდენია მესამე სტანდარტში მოქცეული, მაგრამ აი თუ რაიმე არ ეხება პერსონალურად ფართო მასშტაბით ზოგადად სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს არ ეხება მესამე სტანდარტი. რატომ არ ეხება? იმიტომ რომ აქ არის ზოგიერთი ისეთი კომპონენტი, რომელიც სრულიად ადმინისტრაციის გასაკეთებელია, მაგალითად ზოგიერთია პერსონალისა და ადმინისტრაციის ერთად საკეთებელი. შედარებით უფრო სიმძიმის ცენტრი არის ადმინისტრაციაზე, იმიტომ რომ სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული ზედამხედველობა, წარმართვა, კიდაც მართვა დავარქვათ, ძირითადად არის დირექტორის ვალდებულება. აქ ალბათ არაერთი დირექტორი იქნებით და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რაოდენ მძიმეა დირექციის მუშაობა და ადმინისტრაციული საქმიანობა. კიდევ ერთხელ დავწენ იმას, რომ თუ სკოლაში რაიმე კარგი ხდება, აქ წინა პლანზე მოდის, რა თქმა უნდა, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, რომ აი მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ეს შეძლეს, მაგრამ თუნდაც ერთი უმნიშვნელო დარღვევა იყოს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის სიმძიმის ცენტრი თავიდან ბოლომდე გადადის დირექტორზე. ანუ სისტემა, რომელიც სასკოლო საზოგადოების მიღმა არის, პასუხს მხოლოდ სკოლას, როდესაც თხოვს, აქ მესამე პირებთან ვალდებული პასუხის გაცემაზე გახლავთ კონკრეტულად დირექტორი და არა თქვათ მასწავლებელი, მოსწავლე, პედაგოგიური საბჭო და ასე შემდეგ. არავინ არ არის პასუხისმგებელი იმდენად, რამდენადაც დირექტორები. მოკლედ, ეს ადმინისტრაციული სიმძიმე არის დირექტორის მხრებზე და მხოლოდ დირექტორებმა იციან ან დირექტორად ნამუშევარმა ხალხმა ეგ. დანარჩენებისათვის ეს არის წარმოუდგენელი, თუ რა ჯოჯოხეთური პასუხისმგებლობა ახლავს ამ ყველაფერს. მე იძულებული ვიყავი ძალიან დიდი ხნის წინ 3 თვით ყოფილიყავი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, როდესაც ჩემი სკოლის დირექტორი მოხსნეს და ადამიანი იყო ძალიან კრისტალური სისუფთავით გამორჩეული, უბრალოდ პოლიტიკური ინტერესები ჩაიდო და სხვა არასწორი საფუძვლები ქონდა, მოკლედ მეც და ჩემმა კოლეგებმაც გადავწყვეტეთ, რომ სიმართლისთვის გვებრძოლა, ეს იყო 2008 წელი და ევროკავშირამდე ჩავიტანეთ ჩვენი პატარა სკოლის საკითხი, მოკლედ ძალიან ბევრი დაგვეხმარა და 3 თვეში დირექტორი უკან დავაბრუნეთ. თუმცა იმ 3 თვეში დავინახე რა ჯოჯოხეთურ სამუშაოს ატარებს პრინციპში დირექტორი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დირექტორისათვის მხარი დამიჭერია და თეორიის დონეზე მიმიწოდებია დოკუმენტიც, რეკომენდაციას, მაგრამ თვითონ სასკოლო სივრცეში, როდესაც მუშაობს, დირექტორებს მართლა განსაკუთრებული სიმძიმე აქვთ მხრებზე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასაც, მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურულ თვალსაზრისით, როდესაც სკოლას რაიმე ესაჭიროება, ეს იქნება კაპიტალური რემონტი, შენობის აღდგენა თავიდან ბოლომდე, ან ახლის აშენება, დამერწმუნეთ, რომ აქაც დირექტორის პასუხისმგებლობები ძალიან დიდია. და შიგადაშიგ გამოჩნდება კონკრეტულად სკოლის სხვა დანარჩენი პერსონალის ვალდებულებები, იმისათვის, რომ მესამე სტანდარტს სათანადოდ პასუხი გავცეთ. პირველი გახლავთ 7 კომპონენტიდან პერსონალის მართვა, რომელსაც რა თქმა უნდა ძირითადად დირექტორი წარმართავს თავის ადმინისტრაციასთან ერთად. დირექციაში შედის დირექტორის საკუთრივ, თუ ყავს მოადგილე ან მოადგილეები და ბუღალტერი. ანუ დირექციას მხოლოდ ესენი წარმოადგენენ კანონით ზოგადი განათლების შესახებ. იმისათვის, რომ პერსონალის მართვა მოხდეს სწორად, ამისათვის აუცილებელია ორგანოგრამა სტრუქტურული ერთეულების შესახებ იყოს შექმნილი. აი აქ ახლა ამ წუთში თქვენ ხედავთ საკმაოდ დიდ და ვრცელ განსაკუთრებულ ორგანოგრამას, ანუ სტრუქტურულ დანაყოფებს, რაც შეიძლება იყოს სკოლაში. აი მაგას სკოლა გვერდზე გვაქვს მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელსაც გააჩნია არტ კლუბი, ლიტ კლუბი, რასად როდის კლუბი, ანუ ინტელექტუალური კლუბი და ნახეთ, მინდა დაგაკვიროთ ერთ რამეს, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის ინტერესებიდან გამოდის მხოლოდ და მხოლოდ კლუბური მუშაობა. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით ასეთ არასწორ რეალობას, რომ კლუბები იხსნება სკოლაში არა მოსწავლეთა თვითმმართველობის ინტერესით, არამედ მასწავლებელთა ინტერესით. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა სქემის პერიოდში, როდესაც მასწავლებლებს კარიერული წინსვლა გვინდოდა, ჩვენ შკოლაზე ჩამოვაყალიბებდით ხოლმე ამ კლუბებს და მიმდინარეობდა ძალიან მარტივად, თქვათ, კლუბური მუშაობა. შეიძლება ძალიან პასუხისმგებლობით და შინაარსიანადაც, მაგრამ მაინც არ ჩანს ხოლმე ხშირ შემთხვევაში კლუბების გახსნის საფუძველი. ჩვენ ვიცით, რომ თვითმმართველობა თუ სამსაფეხურიანი სწავლება გვაქვს, საბაზო საშუალო საფეხურზე დაწყებით კლასებს არ ეხება არავითარ შემთხვევაში თვითმმართველობა და ამ დროს მეუბნებიან ხოლმე მასწავლებლები, რომ თქვათ მე-5, მე-6 კლასის თუ მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები ყავთ კლუბში. აი ნახეთ, უკვე არის დარღვევა. თვითმმართველობის ინტერესები უნდა იყოს და თვითმმართველობაში პირველიდან მე-6 კლასამდე არავინ არ შედის. და რაც შეეხება ზოგადად ზედა საფეხურზე, ანუ საბაზო საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა 20%-მა მაინც უნდა გამოხატოს ინტერესი კლუბი რომ შეიქმნას. აი მაგალითად, თუ არის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის 100 წევრი ყავს, თქვათ, ხო, მე-10, მე-11 კლასში სიტყვაზე ვამბობ და თუ ამ 100 ბავშვიდან 20-მა თქვა, რომ ლიტერატურული კლუბი გვინდა, ანუ ლიტ კლუბი, კი ბატონო, ჩამოყალიბდება, მაგრამ მხოლოდ 5-მა რომ თქვას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლიტერატურული კლუბი ვერ ჩამოყალიბდება, ისევე როგორც სხვა ვერცერთი დანარჩენი. რასაც თქვათ, თუ ჩვენ მასწავლებლებს გვექნება სხვა ინტერესი, რომ გინდა თუ არა 5, 7 ან რამდენიღაცა ბავშვი პირველიდან მე-12 კლასამდე გავაერთიანოთ ინტერესთა სფეროს მიხედვით. ამისთვის არ არის საჭირო კლუბი დავარქვათ, მაგალითად თუნდაც წრე, მაგალითად ნორჩ ნატურალისტთა წრე, ან ლიტერატურის მოყვარულთა წრე და ასე შემდეგ. და შეგიძლიათ იქ პირველი კლასელი შეიყვანოთ და მე-12 კლასელიც. უბრალოდ კლუბს აქვს ეს დატვირთვა, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის 20%-მა მაინც უნდა დააფიქსიროს წერილობით, მშობლების თანხმობაც უნდა იყოს და მოსწავლეთა ინტერესების, რომ შეიქმნას კლუბი. მე მგონი ამაზე ამოწურეთ უკვე საკითხი. შემდეგ აქ არის ადმინისტრაციული ჩამონათვალი დიდი სკოლისა, ალბათ ხედავთ, ეს ყველაფერი ამხელა ორგანოგრამა არ შეიძლება 100 და 150 ბავშვიან სკოლაში იყოს, ადმინისტრაციაში გვაქვს არასტატო და საშტატო. მოგეხსენებათ, რომ საშტატოში, თქვათ, მტუკი, ანუ მატერიალურ-ტექნიკური სამსახური, საქმის მწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, ბიბლიოთეკარი და სპეცპედაგოგები შედიან. ხოლო რაც შეეხება არასაშტატოს დამლაგებელი მანდატური მუშა, ტექნიკური მუშა, ცეცხლფარეში დარაჯი. ეს ყველაფერი თქვენთვის არაფერი არ არის უცნობი და თუ კი ორგანოგრამას გააკეთებთ, არ არის აუცილებელი მაინდამაინც Word-ში ან რომელიმე გრაფიკულ დიზაინერში ააწყოთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივ ხელითაც დაწეროთ ან დაბეჭდოთ Word-ულ ტექსტზე და გააკეთოთ ისე. ეს უბრალოდ კარგი მაორგანიზებლით არის შექმნილი ახლა და მხოლოდ ესთეტიკური ღირებულება აქვს განსხვავებით, თორე სხვა არაფერი. აი აქ სკოლაში ვხედავთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის პარალელურ რეჟიმში თითქმის ერთ სიბრტყეზე გვაქვს ასევე სამეურვეო საბჭო, რომელიც არის მოგეხსენებათ უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელშიც წარმოდგენილია მოსწავლეთა
თვითმმართველობის წარმომადგენელი, ანუ თვითმმართველობა საშუალო საფეხურიდან, თქვა წარმოადგენს თავის წარმომადგენელს ან ზოგადად თვითმმართველობიდან და ასევე თანაბარი რაოდენობით მშობელთა საფეხურებრივად და ასევე პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლები. თუ სამსაფეხურიანია სწავლება, რა თქმა უნდა, საფეხურიდან თითო ან ორი წარმომადგენელია, ხოლო ამდენივე იქნება პედაგოგიური საბჭოდანაც. და რატომ არის ზოგადად სამეურვეო საბჭო უმაღლესი დემოკრატიული ორგანო? ესეც საჯარო სკოლებში და არა კერძოში, იმიტომ რომ მასში სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენელია, მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე. რაც შეეხება პედაგოგიურ საბჭოს, ეს არის მასწავლებელთა უმაღლესი ფორუმი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კათედრები ან დეპარტამენტები დაარქვით და ასე შემდეგ. ჩემი უმორჩილესი თხოვნა, რომ სახელების გადარქმევით მოვიწონებთ თავს, რადგანაც ეს სიტყვა შედარებით დამკვიდრებულია ჩვენს პრაქტიკაში, ამიტომაც კათედრები ჰქონდეთ დაწყებითი ესთეტიკის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება აქ მშობელთა კომიტეტიც არის წარმოდგენილი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ აი თქვა შეიძლება მშობელთა კომიტეტის ნაცვლად მშობელთა სათათბიროც დავარქვათ და მშობელთა სათათბირო ბუნებრივია შეიძლება იყოს საფეხურებრივად და ასე შემდეგ. როგორც წესი სამწუხარო რეალობაა ეგეთი, ხედავთ რომ მშობლები მაინც ჩართულები არ არიან შვილთა განათლებისა და პროგრესირების საკითხში იშვიათი გამონაკლისის გარდა. მართლაც დიდი ბედნიერებაა სწორად მოაზროვნე პედაგოგიზებული მშობელი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გვეთანამშრომლებიან მშობლები, ჩვენ ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ. ახლა რაც შეეხება დირექციას, როგორც გითხარით, აქ მოადგილეები და ბუღალტერია შეიძლება იყოს დანაწილებული, თქვათ, რომელიღაცა კლასების მიხედვით და მინდა კათედრებზე ყურადღება გაგამახვილებინოთ. აი აქ წერია ცალკე დაწყებითები. თუ თქვენ პირველი მეექვსე კლასებისა გააქვთ კათედრა ცალკე, ის მართლაც დაწყებითისაა, მაგრამ თუ მხოლოდ პირველი მეოთხეა, ის უკვე არის პირველი დაწყებითი საფეხურის პირველი ქვესაფეხური. ამიტომაც პირველი მეოთხეს თუ გააკეთებთ, დაწყებითი კი არა, დაწყებითი საფეხურის პირველი ქვესაფეხური ასე დაარქვით. თუ არა და პირველი 6 კლასის მასწავლებლები გააერთიანეთ მასში. მართალია მთელი სკოლის ნახევარია ეს უკვე ბუნებრივია, იმიტომ რომ 12 წლიანის სწავლება საშუალო სკოლაში ხო 12 წლიანში და 6 კლასის მასწავლებლები რომ თავს ერთად იყრიან კათედრაზე ეს პატარა არ არის. ჩვენ ასეთი წესი გვაქვს მაგალითად 114 საჯაროში, გვყავს პირველიდან მე-6-მდე მასწავლებლების კათედრა და უდიდესია სკოლაში. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი დაწყებითი კლასები გვაქვს ახლა 7 მარტო პირველი კლასი გვყავს და წარმოიდგინეთ ამხელა კათედრაა და ამხელა მართვა ჭირდება ამ ყველაფერს. მოკლედ საშტატო თანამშრომელთა და ასე შემდეგ ყველას ვინც კი გვაქვს აქ ნაჩვენები, ნახეთ, ასევე ექიმი, ექთანი და ასე შემდგომ, ყველაფრის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ აი ეს ბმული გადმოწეროთ და ნახავთ რომ თქვენი სკოლისათვის აუცილებლად იქნება მისადაგებული. აი თქვა დარაჯი როგორ შეიძლება ვინ უნდა იყოს მასწავლებელი და ასე შემდეგ. ყველაფერი წერია და ამის გახსნას ამ წუთში ახლა დიდი დანიშნულება არ აქვს. უბრალოდ გეტყვით რომ ზოგიერთ შემთხვევაში მაგალითად საინფორმაციო ან თქვათ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ან კიდევ თქვათ ექიმი ყავდეთ და ექთანი არა, ან ექთანი ყავდეთ და ექიმი არა. ყველანაირი საშტატო ერთეულის და არასაშტატო ერთეულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რაც არის, ყველაფერი დატანილია აქ. და თქვენ როდესაც ამ დოკუმენტს გადმოტვირთავთ, ვინც არ ყავთ დასაქმებული, მათ უბრალოდ წაშლით და ვინც ყავთ ბატონო ამ საშტატო სახელწოდებით და თანამდებობით მას დაიტოვებთ. მე მგონი მარტივია, ხო? გადაიტანთ ამ კოპიოს მისამართის ზოლში, დააწყაპებთ ენტერს, გაგიხსნით დოკუმენტ, ჩამოტვირთავთ, გადაიკითხავთ და რაც ვინც ყავთ თქვენ თანამშრომლები დაიტოვებთ და ვინც არ ყავთ, რა თქმა უნდა, იმას ახლა ექიმი თუ არ ყავთ სკოლაში, ექიმის საკომპეტენციო ფუნქცია მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნები რადგინდათ, არაფერში არ გჭირდებათ. დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ მისი შემოკლება ალბათ პატარ-პატარა სკოლები, რომელიც არის მცირე კონტინგენტიანი, მოგიწევთ და მისი დარედაქტირებას დაჭირდება მაქსიმუმ 10 წუთი, მეტი არა. შემდეგი არის
მოკლედ პერსონალის შეფასების დოკუმენტი, აი ნახეთ, აქ პერსონალის შეფასების დოკუმენტი, რომელიც არის განურჯებული, ამასაც ამოვაკოპირებთ, ოღონდაც ეს პერსონალის შეფასების დოკუმენტი არნიშნავს მხოლოდ მასწავლებლებისას. ჩვენ ვიცით, რომ სკოლაში ექიმიც ყავს, დარაჯიც ყავს, მტუკიც და ასე შემდეგ და ყველას შეფასებისთვის გამოგადგებათ ეგ. თუ კი ვინმე არსებობს რომელიმე თანამდებობის პირი სკოლაში, ყველა არის აქ გაწერილი, ყველაზე არის ჩამოწერილი. ეს არ არის იმ ტიპის დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებების შეტანა არ შეიძლება, თქვენ ჭკუაზე შეიტანთ ამ ცვლილებებს, მაგრამ დავიმახსოვროთ, რომ აუცილებლად თქვენი სკოლის სპეციფიკა უნდა იყოს გათვალისწინებული. უბრალოდ ეს დოკუმენტი დიდია, რომელიც შეიძლება ზოგიერთი სკოლისათვის რაღაც პუნქტების ამოკლება დაგჭირდეთ. აქვე არის კათედრის დებულება, რომელსაც მინდა გავამახვილო განსაკუთრებით ყურადღება. როდესაც ბოლო პერიოდში ბატონი ამილახვარი გახდათ მაშინ მინისტრი, მასწავლებლები შეხვდნენ მინისტრს და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის თავზარდაცემული ველოდები ხოლმე მინისტრებთან მასწავლებლების ფართომასშტაბიან შეხვედრას. რატომ? იმიტომ, რომ ეს სამწუხარო რეალობაა. როდესაც მინისტრს ხვდებით ხოლმე მასწავლებლები, რაღაცომღაც გვინდება ჩვენი უპირატესობების მტკიცება, რომ ჩვენ ვართ ძლევამოსილი არმია, განსაკუთრებული მასწავლებლები, უსაშველოდ მაღალი კვალიფიკაციით, მაგრამ ძალიან დაჩაგრულები. მაგალითად, ვამბობთ უფროსები, რომ წამყვანები და მენტორები ჩვენზე მეც არაფერს აკეთებენ. წამყვანები და მენტორები პირიქით ადანაშაულებენ უფროსებს. მერე იწყება ერთკრედიტიანები, ოთხკრედიტიანები, შვიდიანები, ათიანები და რა ვიცი, 1000 ბრალდება, რითაც ყოველთვის მოგებული რჩება მართველი პირი, ამ შემთხვევაში სამინისტროსია ლაპარაკი. როგორც კი მასწავლებლები გაერთიანების და კონსოლიდაციის სურვილს კარგავთ, მაშინვე პოულობს სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან მარცვლებს, რომლის მიხედვითაც სამწუხაროდ მასწავლებლების სახელმწიფო პოლიტიკისათვის მაინც და მაინც კარგი შედეგები ვერ მოაქვს. აი მაგალითად გავგახსენებთ ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი, რაც ჩემი 53 წლიანი სკოლაში ყოფნის პერიოდში მახსენდება, გახდათ ბატონი ბატიაშვილი. ბატიაშვილთან იმდენი ვილაპარაკეთ მასწავლებლებმა 1 და 4 კრედიტზე, მან გამოაცხადა, რომ აი ზუსტადაც მართალია 7-10 კრედიტიანი მასწავლებლები, ისინი ამბობენ, რომ მაღალი კომპეტენციით ჩააბარეს გამოცდები და ამიტომაც საკომპეტენციო თვალსაზრისით წინსვლა მხოლოდ 7 და 10 კრედიტზე გამოცდა ჩაბარებულებს მიეცემათ. 1 და 4 ქულიანებს არა. აი ეგრევე ეს რას ნიშნავს უკვე, რომ თურმე საქართველოში ძალიან ბევრ მასწავლებელს კარიერული წინსვლის საშუალება მოუსწრეთ ამით. მე მაგალითად არ მიჭირს იმის თქმა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მასწავლებლები მიუხედავად კარგი კვალიფიკაციისა და გაკვეთილზე ეფექტიანობისა, გამოცდაზე შეიძლება მთლად ეფექტიანები ვერ გამოჩნდნენ. აი სულ ვამბობ ამას ძალიან გამართული ტონალობით. მე როდესაც ჩემი მშობლიური სოფლის სკოლაში ვასწავლიდი, აი მყავდა ერთი საუკეთესო მასწავლებელი და დღესაც მოღვაწეობს ეს ქალბატონი ლენა ბიწაძე, სახელსაც და გვარსაც დავასახელებ. ამ ადამიანის მიერ მეოთხე კლასიდან რომ ბავშვები გამოვიდოდნენ და მეხუთე შუა გამოსულიყვნენ, ყველა მასწავლებელს მაპატიეთა ჰქონდა დაუოკებელი კონკურენციის ჟინი იმაზე, რომ ლენა მასწავლებლის კლასში შესულიყავით მასწავლებლებად, იმიტომ რომ აკადემიზმის, ემოციური ინტელექტის და ასე შემდეგ ბრწყინვალე შედეგებით გადმოდიოდნენ ეს ბავშვები მეხუთე კლასში. საუკეთესოები. მაგრამ ლენა მასწავლებელი ვერასოდეს ვერ აბარებდა დაწყებითი კლასების კომბინირებულ გამოცდას მაღალ ქულაზე და ამიტომაც უსტატუსო იყო. და იცით რა იყო ამის მიზეზი? აი რაღაც ფორტუნასავით თუ რა ვიცი, კიდაც ფორტუნა რა შუა შეეკაცო, რაღაც საშინელი ბედის წერასავით, ფორტუნა კეთილი ბედია, ხო? აი რაღაც საშინელი ის ქონდა აუცილებლად, ან გარდაიცვლებოდა წინა საგამოცდოდ. მამა გარდაიცვალა ერთხელ. ოჯახის უახლოესი წევრები, დედა, მამა, მაზლიშვილი და ესე შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა ადამიანები. და ადამიანი მიდის გამოცდაზე, ახალი გარდაცვალება, ჯერ კიდევ დაუსაფლავებელი ყავს ოჯახის წევრები. და ეხლა წარმოიდგინეთ ასეთ ადამიანს, რა მათემატიკაზე, ბუნებისმეტყველებაზე და ქართულზე ექნებოდა გული და სული იმისა, რომ მაქსიმუმი გამოევლინებინა თავისი. და თუ კომპეტენცია არ ქონდა, მისი მოსწავლეები როგორ ადასტურებდნენ ასეთ საუკეთესო შედეგებს. აი ამ წუთში შემიძლია თავისუფლად თქვა, მე იმ სკოლიდან 2 წელს წამოსული ვარ, მაგრამ მე ზოგადად მეხუთე კლასში ისეთი ძლიერი ნაკადები
ბევრ სკოლას ვიცნობ და მიმუშავე და უმუშაობ, როგორცაც ლენა მასწავლებელი გამოაგზავნიდა ხოლმე მეხუთეში, ეგეთი არ მინახავს. და ამიტომაც მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დაპირისპირება მასწავლებლებს შორის 1, 4, 7 და 10 კრედიტ შორის სულებითაც არ არის მთლიანობაში გადამწყვეტი. მე ვამბობ იმას, რომ მასწავლებელი დიახაც კომპეტენტური უნდა იყოს და ეს კომპეტენცია თუ კლასში არ გადადის, ამ კომპეტენტურობას ჩალისფასი გააჩნია. თუ გინდათ შემომედავით. მოკლედ ერთი სიტყვით დავანებებ ახლა ამაზე ნარატივს თავს და გეტყვით იმას, რომ რატომ კათედრა და რატომ სხვა სახელწოდება არა. იმიტომ რომ თქვენ მაგალითად კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგიას ან სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიას და ასე შემდეგ, რომელსაც ჩემგან წაიღებთ და არა მარტო ჩემგან, შეიძლება სხვაგანაც ნახოთ, ყველგან ეწერება კათედრა და არა ის ახალი მოგონებული სახელწოდება, რომელიც შეიძლება ჩვენ მოვიფიქროთ. სხვათა შორის შაშან იყო ესეთი არასასიამოვნო ფაქტი, რაჭის ერთ-ერთ სკოლას ავტორიზაციის ერთ-ერთი სტანდარტი ჩაუვარდა რატომ? იმიტომ რომ სახელწოდება კათედრას გადაარქვეს და კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგიაში კათედრა ეწერათ და დეპარტამენტი ეწერათ იმაში რა ქვია დებულებაში კათედრის დებულების მსგავსი რომ შექმნეს დაარქვეს დეპარტამენტი, საგნობრივი დეპარტამენტი. იქ კათედრა ეწერა და აქ ეწერა დეპარტამენტი. ამან გამოიწვია დახარვესება. შინაარსობრივად როცა ერთი და იგივე გახლავთ, რატომ უნდა გადაარქვათ და გადმოარქვათ სახელები. მოკლედ, როდესაც ისა რა ქვია ბატონ ამილახვართან შეხვედრები იყო, მასწავლებლებმა გამოაცხადეს ეგეთი რამ, რომ ჩვენ ნუ გვასწავლით რა უნდა ვაკეთოთ. და თქვა ჩვეულებრივ ბატონმა ამილახვარმა ამაზე უკეთესი რა უნდა თქვა ხალხო, აქამდე ჩვენ გაწოდებდით ინსტრუმენტებს, რომლის სანდოობაც შეიძლება ეჭქვეს დამდგარიყო და თუ არ გაამართლებდა სამინისტრო იყო პასუხისმგებელი უხეირო ინსტრუმენტის მოწოდებაზე. ახლა რადგანაც თქვენი ძახით რომ უკეთესი შეგიძლიათ, დადექით და მიაღწიეთ შედეგებს, ჩვენ მხოლოდ შედეგებს მოვითხოვთ და ინსტრუმენტული ნაწილი თქვენია. დამრიგებლისა და კათედრის. თუ გინდათ სულ გააუქმეთ, ოღონდ ვიღაცამ უნდა აკეთოს კარგად საქმე. მე აღმოჩნდით, რომ კათედრის დებულებები, რომელიც კათედრის ფუნქციამოვალეობები ან დამრიგებლისა ეროვნულ სასწავლო გეგმაში რომ იყო გათვლილი, ეს თურმე სკოლას უნდა დაემტკიცებინა. აქ არის წარმოდგენილი კათედრის დებულება, რომელიც სავარაუდოდ თქვენ მოგეწონებათ, ან შეგიძლიათ მასში ცვლილებები შეიტანოთ. კათედრის დებულებას შეიძლება ამტკიცებდეს სკოლის დირექტორი ან პედაგოგიური საბჭო. ანუ რატომ ვლაპარაკობთ ეგეთ რამეს? როგორც წესი სკოლაში ძირითადად დოკუმენტაციის დამტკიცებელი პირი გახლავთ სკოლის დირექტორი, მაგრამ რადგანაც კათედრა თავიდან ბოლომდე არის მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლებისგან და პედსაბჭოს წევრებისგან შედგენილი, ამიტომ შეიძლება კათედრის სხდომის ოლქში შევიდეს კათედრის დებულების დამტკიცების შესახებ ერთ-ერთი პუნქტი და დირექტორმა არ დაამტკიცოს. მაგრამ აი თქვათ, გვაქვს შენ ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებლად თქვათ იგივე კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია, ან კიდევ სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომელიც აუცილებლად დირექტორის ბრძანებით უნდა დამტკიცდეს. ასევე გახლავთ მოგეხსენება თქვათ ვერიფიკაციის დებულება, ანუ შეფასების ვერიფიკაციის დებულება, რომელიც ასევე დირექტორმა ან პედსაბჭომ დაამტკიცოს. რატომ არის ახლა არჩევანი? იმიტომ რომ ამას კანონმდებლობა არ ზღუდავს და შემფასებელი განსაზღვრელი შეფასებისა მოგეხსენებათ სკოლაშია მასწავლებელი. მასწავლებლები პედაგოგიური საბჭოს წევრები არიან. ასე რომ გინდას დირექტორებმა ამტკიცეთ ეს ჩვეულებრივი ბრძანებით, გინდას პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით გააკეთეთ. კათედრის დებულების შემდეგ გვაქვს წარმოდგენილი კათედრის სამოქმედო გეგმა, რომელიც რა თქმა უნდა გახლავთ საორიენტაციო და არა მაინდამაინც სავალდებულო, ეს ორი, რასაც მე ახლა მოგინიშნავთ, არის მხოლოდ და მხოლოდ საორიენტაციო და თქვენი სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე შეგიძლიათ დაარედაქტიროთ. შემდეგ, აი დამრიგებლებზედაც ვახსენეთ წეგან, კათედრისა არ იყოს, აღარც დამრიგებელია ნახსენები ეროვნულ სასწავლო გეგმაში, იმიტომ რომ მინისტრს პირდაპირ უთხრეს, რომ აი ჩვენ რა გვიშლება ბავშვების აღზრდა, რას ლაპარაკობთ, რატომ ჩაგვიწერეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ეს ხო ჩვენი შეურაცხყოფელია. და მინისტრმა თქვა, ეს ინსტრუმენტი დამრიგებლობისა ჩვენ უკვე ამოვიღეთ და დადექით თქვენ ახლა და მიხედეთ ბავშვების იმ მიმართულებას, რასაც ქვია თქვათ იგივე ჰოლისტურ განვითარებაზე ზრუნვა, მშობლებთა კომუნიკაცია და სხვანი. და მოკლედ ამ დამრიგებლის პორტფოლიოს, რასაც თქვენ ნახავთ, არის ელექტრონული, მასში შეგიძლიათ ადვილად ცვლილებების შეტანა.
შეიძლება ეს ახლა რასაც გახსნით, უფრო დაწყებითი კლასებისთვის არის გამოსადეგი და რაღაც ნაწილებს თუ ამოვაკლებთ, უკვე მიიღებთ მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის. შესანიშნავ დამრიგებლის პორტფოლიოს. რატომ ელექტრონული და არა მატერიალური პორტფოლიოები? იმიტომ, რომ მატერიალური პორტფოლიო ჯერ ერთი უნდა იყიდოთ. გინდათ სკოლამ და გინდათ მასწავლებელმა 4 ლარი ღირს თუ 7 ლარი რა მნიშვნელობა აქვს. მერე არის ძნელად შესანახი. მაშინ თუ რაიმე შეგეშალათ, უნდა ქექოთ ან მარკერით უნდა გადაღებოთ თუ რაღაც თუ კორექტორი ქვია და ასე შემდეგ და ელექტრონულ პორტფოლიოში წაშლა და დამატება ძალიან მარტივია, ვორდული ფორმატია. შემდეგ ამის გარდა ნახეთ თუ მაგალითად მე-4 კლასიდან გამოუშვა თქვათ ნათია მასწავლებელმა სადამრიგებლო კლასი, მე-5 კლასში რომ აიყვანა თქვათ გიორგი მასწავლებელმა, გიორგი ეთქვის ნათიას, რომ აი ნათია შენ გქონდა ამ ბავშვების პორტფოლიო და იქ რაც საანკეტო მონაცემები და ბევრი რამე, რომელიც მეორდება, ხო, პირადი ნომერი, მშობელი და ასე შემდეგ, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვანი მეორდება. მოდი მომეცი შენი პორტფოლიოს კოპიო და მე მას უკვე მე-5 კლასის პორტფოლიოდ გადავაკეთებ. იგებთ დროში და ბევრი ინფორმაციის გადაკოპირება, გადმოკოპირება, ხელით ჩაწერა და ასე შემდეგ აღარ გჭირდებათ. ყველაფრის ცვლილებების შეტანა და გამოტანა მაშინ უფრო ადვილია. ამის გარდა თუ მაგალითად სისტემა მოგთხოვათ დამრიგებლებს თქვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, ხო, უნდა დადგეთ და მატერიალური დამრიგებლის პორტფოლიო უნდა და დაასკანეროთ და ისე უნდა გაუგზავნოთ თქვათ ხარისხის ცენტრს. და ელექტრონული რომ არის, ადგებით და პირდაპირ აგზავნოთ. ბევრი დიდი კომფორტია და ამიტომაც დამრიგებლის პორტფოლიო რაც აქ არის, როგორც გითხარით, თუ კი თქვენთვის სასურველი იქნება ამ ფორმით დაიტოვეთ, მაგრამ ეს არის უფრო დაწყებითი კლასებისათვის და რაღაც ნაწილებს რომ ამოვაკლებთ, უკვე ზედა კლასებისთვისაც გამოგადგებათ. სრულიად ადეკვატორია და სრულიად მიზანშეწონილია ამ პორტფოლიოს გამოყენება ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის შინაარსობრივი და ასევე გამოსაყენებელი გახლავთ ნებისმიერი მიმართულებითაც, გადასაგზავნად, გადმოსაგზავნად და სხვადასხვა ან ტექნიკური თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით. მაგრამ ნახეთ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება დამრიგებლობის დებულებას, რას ვავალდებულებთ დამრიგებლებს. ამას უკვე კანონმდებლობა და ეროვნული სასწავლო გეგმა არ განსაზღვრავს, მაგრამ დამრიგებლობის დებულება ან დირექტორმა უნდა დაამტკიცოს ბრძანებით, ორი დეფისი რაღაც, ან მიიღოს პედაგოგიურმა საბჭომ. ამ დამრიგებლობის დებულების ვერსია აი აქ არის წარმოდგენილი და შეგიძლიათ მაშინ მცირეოდენი თუ დიდი ცვლილებები შეიტანოთ, გინდათ ახალი შექმნათ. ეს ჩემი გაკეთებული ვერსია, ბევრგან წარმატებულად მუშაობს და თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ ყოველგვარი გართულების გარეშე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის შექმნის ბრძანება, დებულება, სამოქმედო გეგმა ეყრდნობა კვლევებს, მონაცემთა შეგროვება, ჯგუფის შესაქმნელად იწერება სტანდარტული ბრძანება. აი ნახეთ ახლა პროფესიული განვითარების და მხარდაჭერის ჯგუფია ლაპარაკი. აქ ანუ ხარისხის უზრუნველყოფის დოკუმენტია ეს სინამდვილეში და სტანდარტული ბრძანება იწერება დირექტორის მხრიდან. ეს არ არის იმ ტიპის ჯგუფი, რომელიც ადრე ითვალისწინებდა უფროსი მასწავლებლების სავალდებულო გაკვეთილები რომ არის. ასეთი ტიპის დოკუმენტი თუ გაქვთ, ძალად დაკარგულად გამოაცხადეთ სკოლაში. იმიტომ რომ ის 3, 2 და 1 გაკვეთილის აუცილებლად ჩატარება იყო მასწავლებლის სახლის, ანუ საქართველოს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით სავალდებულო. ეს ამოიღეს, უბრალოდ გაუქმდა და თავისთავად უკვე ის 3, 2 თუ რამდენიღაც სავალდებულო გაკვეთილებს რომ ეძახდით, ისინი ის ბრძანება უნდა ძალადაკარგულად გამოაცხადოთ. თუმცა ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ხარისხის მექანიზმის დებულება, რომელზედაც ბრძანება უნდა დაიწეროს, იმიტომ რომ დირექტორის ბრძანებით, სტანდარტული ბრძანებით მტკიცდება. აუცილებლად გვჭირდება მრჩეველთა საბჭოს ოლქები, რომელშიც შედის რესურს ცენტრის წარმომადგენელი, ასევე კონკრეტულ შემთხვევაში მანდატური, თუ მანდატური არ ყავს სკოლას, ამ შემთხვევაში დირექტორის ბრძანებით დანიშნული პირი და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად თავისთავად ცხადია, ამ საბჭოს თავის დანიშნულება აქვს, თითქოს და დიდი ზრუნვა და
მეოხება აქვთ სკოლაზე და ბავშვებზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ კი რაიმე არასასურველი მინახავს სკოლაში და ბუტაფორიული, ეს გახლავთ მრჩეველთა საბჭოს ოქმები და მრჩეველთა საბჭოები. რატომ? იცით, იმიტომ რომ ხშირად არ ცალიათ ამ რესურს ცენტრის წარმომადგენლებს და დაურეკავენ სკოლებს, რომ უიმე ჩვენ არ გვცალია ხა მათ მოსასვლელად, თქვენ ისედაც უკეთესად იცით რა უნდა ჩაწეროთ მან და ჩაწერეთ და ვითომ მან ვიყავი. აი ეგეთი მრჩეველთა საბჭოები არის ბუტაფორიული, მინდა გითხრათ. და ალბათ დადგება ის დრო, როდესაც ვიღაც დაინახავს მრჩეველთა საბჭოს უსუსურობას და თითქმის არაქმედუნარიანობას და თავისთავად ცხადია გააუქმებენ. იმიტომ რომ მაგალითად დირექტორმა ან დირექტორის მოადგილემ ძალიან კარგად იცის რა უნდა ურჩიოს სკოლას და ბავშვებს. ასევე ძალიან კარგად იცის მანდატორმა რა უნდა აკეთოს სკოლაში და რაღაც უნდათ ეს ოქმების წერა ვეღარ ხვდები. მე პირადად დიდად ვერ ვიხიბლები მრჩეველთა საბჭოს საქმიანობით. რაც შეეხება სკოლის შინაგანაწესს, მისი ელექტრონული ვერსია აქ არის წარმოდგენილი, აი ჩვეულებრივ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ. სამწუხაროდ სკოლის შინაგანაწესები ძველი ბევრგან მინახავს, მაგალითად ერთ-ერთი ჩანაწერი ასეთი არის ხოლმე ის, რომ თურმე სკოლაში მასწავლებლის დისციპლინური დევნა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ კი მასწავლებელმა ჟურნალი დააზიანა. ანუ რას გულისხმობ ახლა ჟურნალის დაზიანებაში? თქვენ მოგიხსენებათ, რომ ჩვენ დიდი ხანია უკვე აღარ გვაქვს მატერიალური ჟურნალი და ელექტრონულ ჟურნალს ვერცერთი მასწავლებელი ვერ დააზიანებს. გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ სკოლის შინაგანაწესში რომ ეწერება ესეთი რამე, რომ თუ მასწავლებელმა ჟურნალი დააზიანა, ამიტომაც დისციპლინური დევნა უნდა დავიწყოთ, ესეთი შინაგანაწესი ბუნებრივია არ ვარგა. ეს შინაგანაწესი, რომელიც აქ შინაგანაწესის ვერსია, ის არის რამდენიმე დოკუმენტის საფუძველზე მომზადებული, მაგრამ ხარისხის ეროვნულ ცენტრს, ანუ EKG-ს რაც უდევს, ეგ შინაგანაწესი თქვენ არ გამოგადგებათ. სამწუხაროდ მე ვერ მოვიცალე, რომ დავლაპარაკებოდი ესე შინაურულად კი მქონდა საუბარი, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ვერ ავიყვანეთ ჯერჯერობით ეს, რომ ხარისხის ეროვნულ ცენტრს რომ აქვს წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული დრაფტი შინაგანაწესისა კრიტიკას ვერ უძლებს. და რატომ? იმიტომ რომ კანონით ზოგადი განათლების შესახებ ასია. საჯარო სკოლის შინაგანაწესს შეიმუშავებს დირექტორი და მას ამტკიცებს სამეურვეო საბჭო. ხოლო EKG-ზე, როდესაც ნახავთ, იქ წერია, რომ დირექტორი ამტკიცებს. დირექტორის დამტკიცებული შინაგანაწესი საჯარო სკოლისა აუცილებლად გამოიწვევს მესამე სტანდარტის დახარვეზებას. ამიტომაც შეგიძლიათ ეს რაც წეგან გიჩვენეთ ლინკი, გადმოტვირთოთ და მასში შეიტანოთ ინფორმაცია. აქვე გეტყვით იმას, რომ თუ კი კერძო სკოლის წარმომადგენლები ხართ, ამ შემთხვევაში შინაგანაწესის დამამტკიცებელი შეიძლება იყვნენ დირექტორთა საბჭო, დამფუძნებელთა საბჭო, მარტო დირექტორი. გააჩნია სკოლის წესდება როგორია. საჯარო სკოლისაგან განსხვავებით, კერძო სკოლის დამფუძნებლები სხვადასხვანაირად უყურებენ ამ ყველაფერს და როგორც უწერიათ კერძო პირებს სკოლის დებულებაში, ის ეკეთდება. საჯარო სკოლის დამფუძნებელი, როგორც გითხარით, გუშინ თუ გუშინ წინ არის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფოა, იმიტომ არის საჯარო სკოლა ეგა და ამიტომაც იქ ბუნებრივია, როგორც კანონში წერია, ზუსტად ისე უნდა გავაკეთოთ. ანუ შეიმუშავებს დირექტორი და დაამტკიცებს სამეურვეო. შესაძლოა ცვლილებებია შესატანი, ამ შემთხვევაში ახალ ვერსიას წარუდგენს სამეურვეოს და სამეურვეო ჩვეულებრივ დაამტკიცებს და შინაგანაწესს არ ჭირდება არავითარ შემთხვევაში დირექტორის ბეჭედი და როდესაც თვალსაჩინო ადგილზეა სკოლაში შინაგანაწესი, მას აწერია შემუშავებულია სკოლის დირექტორის მიერ, თქვათ ალექსანდრე ბაგრატიონი და დამტკიცებული ამა და ამ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ოქმი ნომერი 7-ის მიხედვით. არანაირი ბეჭდები და ასე შემდეგ ამას არ ჭირდება, არ უნდა დავუსვათ, იმიტომ რომ სამეურვეო საბჭოს ბეჭედი არ გააჩნია. მხოლოდ ეს ინფორმაცია იქნება მითითებული, რომ შეიმუშავა ამ დირექტორმა და დაამტკიცა სამეურვეო საბჭოს ამა და ამ ოქმის საფუძველზეა დამტკიცებული. და ერთსაც დავამატებ, აუცილებლად იცოდეთ, რომ შინაგანაწესია ყველა დასაქმებულ პირს უნდა გავაცნოთ. რა თქმა უნდა, მშობლებიც და მოსწავლეებიც უნდა იცნობდნენ შინაგანაწესის ზოგიერთ ნაწილს, რაც მათ შეეხებათ. მაგრამ სკოლაში ვინც ხელფას იღებს შინაგანაწესი საფუძვლიანად უნდა გავაცნოთ. კონტრაქტის გაფორმებისთანავე დირექტორებს, თუ კი ხართ აქ და გინდაც არა დირექტორები, იცოდეთ, რომ უნდა გქონდეთ სპეციალური დოკუმენტი, სადაც ეწერება
სახელი, გვარი, თანამდებობა, რიცხვი და ხელმოწერა. აი მაგალითად როლანდ ხოჯანაშვილი, თქვათ 114 საჯარო სკოლის დარაჯი და რიცხვი მაგალითად 25 დეკემბერს დავიწყე მუშაობა და ხელი უნდა მოვაწერო. მერე თქვათ მივიღეთ ექიმი, თქვათ ვიღაც რაღაც გვარი ექიმის პოზიციაზე, რიცხვი და ხელმოწერა. ანუ ეს კეთდება ყველა თანამშრომელმა ხელი უნდა მოუწეროს დირექტორს იმაზე, რომ შინაგანაწესს გაეცნო. თორემ დამერწმუნეთ, ბევრი ჩვენგანი ისე აულის და ჩაულის შინაგანაწესს, შიგნით არც კი ვიხედებით. მერე როდესაც დისციპლინური დევნა იწყება ხოლმე ან წახალისება, ამაზე კი გვაქვს მერე უკვე პრეტენზიები და საწერია და შინაგანაწესში. დირექტორმა რატო არ გამაცნო? გეტყვით იმას, რომ შინაგანაწესი საჯარო დოკუმენტია, რომელიც სკოლაში თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული და ასევე არის სკოლები ემის ჯიზეც ატვირთული. და იქ უნდა ნახოთ დასაქმებულმა თუ რას გთხოვთ შინაგანაწესი. შემდეგია ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც გადმოტვირთავთ და დირექტორი ამტკიცებს ბრძანებით. აქვეა ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დემინგის ციკლზე დაფუძნებულია ან სხვაგვარად. გუშინაც გეუბნებოდით, რომ დემინგი გახლდათ მეცნიერი განათლების მკვლევარი, რომელიც უწყვეტი განვითარების ციკლზეა დაფუძნებული და მოცემულია აქ ეს ყველაფერი. შემდეგ სტანდარტული ხელშეკრულებები აუცილებელია იმისათვის, რომ სკოლამ დაადასტუროს ვის აძლევს ხელფასს და რატომ. ანუ კონტრაქტი რომ არის გაფორმებული, მოგეხსენებათ 30 თვე თუ არის მასწავლებელთან ხელშეკრულება გაფორმებული, ის უკვე მუდმივად ითვლება, არ დაგავიწყდეთ და ასევე გახლავთ სკოლაში ყოველდღიური აღრიცხვის ტაბელი, რომელზეც ხელი უნდა მოვაწეროთ ხოლმე, იცოდეთ, რომ ეს არის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ტაბელი და მას განათლების სამინისტრო კი არა, აბსოლუტურად ყველა დაწესებულება ერთბაშად აღიარებს, იმიტომ რომ ეს გახლავთ ჯანდაცვისა და შრომის და დევნილთა და ასე შემდეგ სოციალური დაცვის მინისტრის 12 თებერვალი 2021 წლის 01:15 ბრძანებით დამტკიცებული. ანუ ეს ტაბელი აუცილებლად უნდა იყოს და ხელმოწერილი. ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ხოლმე და თვის ბოლოს მივყვები და ვაწერთ ხელს, ესე არ შეიძლება. შემდეგ ასევე არის მასწავლებლის საქმიანობის დამტკიცების და შეწყვეტის წესის მიხედვით 174 ბრძანების მიხედვით კონკურსი როგორ უნდა ჩატარდეს პერსონალის შერჩევისა. ეს არის აი ეს კიდევ 174 ბრძანება. თუ კი ვერ ნახავთ, მე მაქვს წვდომა მაცნე გოუჩიზე როგორც ავტორიზებულ პირს და შემიძლია კონსოლიდირებული ვერსია მოგაწოდოთ. ჩვენ რომ ამოსერჩავთ, შეიძლება სისტემამ კონსოლიდირებული და ნამდვილი მოქმედი დოკუმენტი არ გიჩვენოთ. ამისთვის საჭიროა ავტორიზება, უნდა გადაიხადოს ადამიანმა თანხა და სისტემა ამ შემთხვევაში აძლევს კონსოლიდირებულ ვერსიებს. და თუ კი რომელიმე თქვენგანს კონსოლიდირებული ვერსია დაგჭირდებათ ხოლმე, მომწერეთ და რა თქმა უნდა, როცა მოსახერხებელი იქნება ეს ჩემთვის დროის თვალსაზრისით აუცილებლად მოგაწვდით. შემდეგ აუცილებელია ასეთი ცნობების მოწოდება, ეს გახლავთ სქესობრივი თავისუფლების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ჩადენის დასამართლებლების შესახებ ცნობები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს და ეს ცნობები სამი ტიპის ცნობაა: უფლების ჩამორთმევის შესახებ, სქესობრივი ძალადობის შესახებ და კანონიერი უფლებების ჩამორთმევის შესახებ, სულ 80 ლარამდე ჯდება მინდა გითხრათ და ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც სკოლაში იწყებს მუშაობას და ანაზღაურებადი აქვს ხელფასი, მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა იყოს არის ძალმოსილი 15 დღის განმავლობაში, გაცემიდან 15 დღის მერე თუ მოგიტანათ, იცოდეთ თავიდან მოთხოვნის უფლება გაქვთ ამ ამ სამი ცნობისა. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ცნობები 2020 წლის მაისიდან დასაქმებულებისთვის არის საჭირო. თუ მანამდე გყავთ ეს ადამიანები დასაქმებულები, მაშინ ამ ცნობებს მოსთხოვთ. შემდეგ თანამშრომლებს ხელშეკრულებები უნდა ქონდეთ გაფორმებული იმ სტატუსებთან შესაბამისად, რა სტატუსაც ატარებს, ეს არის უფროსი, წამყვანი, მენტორი თუ მოწვეული თუ მაძიებელი და ასე შემდეგ. და სკოლის საინფორმაციო ბაზის ანალიზი აუცილებელია ასევე. მოგეხსენებათ, რომ სკოლას აქვს რამდენიმე ციფრული არხი, ეს არის SQL-ისა და Airflow-ის ბაზები და ასევე უნდა იყოს აუცილებლად დოკუმენტი, რომელიც
გვეუბნება, როდის უნდა წავახალისოთ თანამშრომლები და როდის უნდა დავიწყოთ დისციპლინური დევნა. ეს შეიძლება ცალკეც გქონდეს და შეიძლება გქონდეს ჩვეულებრივ შინაგან წესში. როგორც წესი, შინაგანი წესი მოიცავს და ცალკე ამ დოკუმენტს აღარ ამტკიცებენ ხოლმე. გადავედით ახლა უკვე მეორე კომპონენტზე, მართალია დაიღალეთ ახლა ხვდები, მაგრამ იცოდეთ რომ ამის შემდეგ შედარებით მარტივად მოდის ყველაფერი, იმიტომ რომ მეორდება არაერთი დოკუმენტი. აი ახლა აქ რაც მოგინიშნეთ, ხო? ყველაფერი ეს პირველ კომპონენტშიც იყო აღნიშნული, გაყვითრებული რაც არის. შემდეგი არის მასწავლებლის პორტფოლიო, მასში თავს იყრის მასწავლებლის მიერ წარმოებული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები. რა თქმა უნდა, ეს ვერსიები კათედრის პორტფოლიოსაც წარმოადგენს და საბოლოო ჯამში სკოლას ადგება და მასწავლებლებს ამისი წარმოება რისთვის სჭირდებათ? კარიერული წინსვლისათვის პირველ რიგში. ჩვენ სულ მუდამ გვჭირდება იმის მტკიცება, რომ კარგი მასწავლებლები ვართ და გვეკუთვნის უკეთესი სტატუსები და უკეთესი ანაზღაურება. ამიტომაც მასწავლებლის პორტფოლიოში, ანუ თქვენს ელექტრონულ პორტფოლიოში მოაქციეთ ყველაფერი. თქვათ, სად სერტიფიკატი აიღეთ, სად კონფერენციაში მიიღეთ მონაწილეობა, სტატია რომ გამოაქვეყნეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაგალითად ახლა ჩემს პორტფოლიოს რო გადავხედავ ხოლმე ხანდახან კი მაქვს ცოტა უხერხულობის შეგრძნება, იმიტომ რომ CV მარტო, ანუ ჩემი შრომითი ბიოგრაფია 3 ნაბეჭდი გვერდია. რა მაქვს აი შრომითი გამოცდილება ამ 32 წლის განმავლობაში. თუმცა დიდი სიამაყით გეუბნებით, რომ ამ 32 წლის განმავლობაში ერთადერთი პოზიცია, რაც არ შემიცვლია, ეს გახლავთ მასწავლებლობა. თორე ახლა დამიწყია რაღაც რედაქტორობა, დამიწყია თქვათ ბლოგერობა და ასე შემდეგ, მაგრამ დამისრულებია რამდენიმე წელიწადში. მასწავლებლობას ვერ ვღალატობ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი პროფესიაა. მოკლედ, მასწავლებლის კათედრის და მოსწავლის პორტფოლიოები ძალიან კარგი იქნება თუ გვექნება სკოლაში. მინდა გითხრათ, რომ მოსწავლის პორტფოლიოზე ჯერჯერობით არ გვაქვს ჩამოყალიბებული, თქვათ, გადაწყვეტილი ფორმები და მინდა გითხრათ, ჩვენი პროფკავშირის პროფესიონალურ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო ოქტომბერში დაიწყებს მოქმედებას, ეს არის მეორე ეტაპი უკვე. და ძალიან მინდა რომ კარგმა მასწავლებლებმა ჩემთან ერთად მოსწავლის საორიენტაციო პორტფოლიო შექმნას ელექტრონულად და რა თქმა უნდა მასაც გავასაჯაროებთ ყველა მასწავლებლებს დაურიგებთ ჩვენს ვერსიას, რომელიც რა თქმა უნდა სკოლებში ეძლება თავის გემოზე გარდაქმნას. გადავედით მესამეზე, ეს არის პროცესების მართვა. ეს არის ისევ ხარისხის უზრუნველყოფის დოკუმენტი, რომელიც ზევითაც ჰქონდა ნახსენები, ან ერთი ან მეორე, ორივე ჰქონდა უკვე და მართლობითი ძირითადი და დამხმარე პროცესების აღმწერი დოკუმენტი, რომელიც ძირითადად შინაგან წესით არის დაფარული. აქვე არის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომელიც პირველსავე სტანდარტში ჰქონდა ნახსენები და კურიკულუმის დაგეგმვის მეთოდოლოგიის დოკუმენტი, რომელსაც ასევე ამტკიცებს დირექტორი, ნახსენები ჰქონდა მეორე სტანდარტში. აქვე არის გასაჩივრების წესი, ნახეთ, დააკვირდით, ეს არის გასაჩივრების წესი, რომელიც უნდა კონდეს დირექტორს ბრძანებით დამტკიცებული. აქვეა მოსწავლის პერსონალის და ასე შემდეგ კანონიერი წარმომადგენლების კანონიერი უფლების დაცვის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება რეგულირდებოდეს ასევე ჩვეულებრივ სკოლის შინაგან წესით ან ახალი შეიმუშაოთ. აქვე გვაქვს კომუნიკაციის წესი საზოგადოებასთან, თუ კი გაქვთ ძალიან კარგი თუ არა და ამასაც ავტვირთავ მე დროთა განმავლობაში. და აქვე არის წარმოდგენილი ზუსტად იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც ზევითაც გვაქვს ნახსენები. ერთადერთი განსხვავება არის თვითმმართველობის დებულება, მოსწავლეთა თვითმმართველობის, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის დებულებაც უნდა გქონდეს წარმოდგენილი და დამტკიცებული შესაბამისად, როგორც არის იქ აღნიშნული. აი აქ რაც არის უკვე TIMSS, ელექტრონული ჟურნალები, საგანგებო მართვის გეგმა და ასე შემდგომ, ისეთი რამეებია, რომელთა ნაწილს ჩვენ თვითონაც ვაკეთებთ სკოლებში, მაგრამ ზოგიერთს ვერ ვაკეთებთ ჩვენ და ამას შეიძლება იურიდიული პირი. მაგალითად, საგანგებო მართვის გეგმას სკოლა ვერაფრით ვერ გააკეთებს. ვერავითარ შემთხვევაში. სკოლაში უნდა იყოს აუცილებლად პირველადი დახმარების აღმოჩენის წესი დამტკიცებული. უნდა იყოს აუცილებლად მრჩეველთა საბჭო. შენობის გრადობის შესახებ დოკუმენტს რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევქმნით და ასე შემდეგ. ვერც ელექტრონულ ჟურნალს და ვერც TIMSS პლატფორმას, ხო? მაგრამ უნდა იყოს აუცილებლად. გადავედით მესამე მეხუთეზე, ანუ მესამე სტანდარტის მეხუთე კომპონენტზე. ეს არის მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, ოღონდ განახლებული და არა 5000 წლის წინანდელი, სკოლის ტექ პასპორტი,
მოსწავლეთა არსებული რაოდენობა უნდა ვიცოდეთ, საკლასო ოთახების რაოდენობა, ძირითადი ინვენტარის შესაბამისობა, მოწყობილი უნდა გქონდეს ექიმის კაბინეტის შესაბამისად, რესურსი ოთახი უნდა გქონდეს, თუ კი SSMO მოსწავლე ხოს, თუ არა და მაინც მზაობა ჯობს კიდევაც რომ გქონდეს. აქვე არის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი, ეს არის აქ ლურჯი ხაზით, კომპიუტერული ლაბორატორია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები თუ გვექნება, სპორტ დარბაზი, სტადიონი და ასე შემდეგ. უნდა იყოს ადაპტირებული თავისთავად ცხადია და ეს ყველა დოკუმენტი თავმოყრილი უნდა გქონდეს მესამე სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. აქვეა საინფორმაციო რესურსები, ეს არის მეექვსე კომპონენტი, გვჭირდება ელექტრონული ჟურნალი რომ გვაქვს ამის ჩვენება და თავისთავად ყველა სკოლას აქვს. აუცილებელია ტექნოლოგიების ლაბორატორიის გამართულობა და ასევე ლაბორატორიით სარგებლობის წესი, ქვემოთაა აქ მოცემული. აქვეა სასკოლო რესურსების სარგებლობის წესი, იმ შემთხვევაში თუ გამოვიყენებთ ბიბლიოთეკითა და კომპიუტერული ლაბორატორიით სარგებლობის წესს, ასევე შეგვიძლია სპორტულ მოედანზე ლაბორატორიაზე და სხვა. აქვე არის საქმის წარმოების ერთიანი წესი, რომელსაც დირექტორი ამტკიცებს, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა e-flow გვჭირდება და ასე შემდეგ, ეს-სკული და სხვანი. აი ამის ჩაკითხვას ახლა რა თქმა უნდა დიდი დანიშნულება არ აქვს. და გადავედით მე-7-ზე, ეს არის ფინანსური რესურსები. კერძო სკოლებში ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ კერძო სკოლა არის ბიზნესი და მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, საჯარო სკოლებშიც გაგვიმარტივდა ფინანსური რესურსების მართვა, როდესაც ხაზინაზე გადავიდა სკოლები. მაგრამ მაინც გვჭირდება სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, დირექტორი წარადგენს და დაამტკიცებს, სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა, თუ კი შემოგვდის გრანტები ძალიან კარგი, თქვათ ეკონომიკური საქმიანობით შემოსული თანხები თუ გვაქვს, მაგალითად კომერციული წრეები და სხვა, უნდა გქონდეს საპროგნოზო ბიუჯეტი არსებობის შემთხვევაში და გვჭირდება სამეურვეო საბჭოს ოქმი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. აქვე სამედიცინო დახმარების წესი გადმოტვირთავს და ამტკიცებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი, კანონიერი უფლებების დაცვის წესი, რომელსაც გადმოწერდა დირექტორი 2 დეფისი ბრძანებით დაამტკიცებთ. აი ეს იყო კოლეგებო ძირითადად მესამე სტანდარტთან მიმართებით. თუ თქვენ იტყვით ახლა იმას, რომ ძალიან დაიღალეთ და თქვენთვის მიუღებელია მეოთხე სტანდარტზეც მცირეა ძალიან, ამ შემთხვევაში ხვალისთვის წაგიკითხავთ, ოღონდ იქნება 9 საათიანი მაქსიმუმ, მეტი არა. და თუ კი თქვენ თანახმა იქნებით, მაშინ მეოთხე სტანდარტსაც გაგაცნობთ და მერე უკვე იმ ერთ ვალს რომ ვიტოვებ ერთი ტრენინგისას, ის შეეხება ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, როგორც არის რემედიაცია, შეფასების ვერიფიკაცია და დიაგნოსტირება. თუ კი თქვენთვის ეს თუ არ დაიღალეთ ძალიან, საათიც არ არის რაც ვლაპარაკობ ჯერ. რომელიმე თქვენგანმა მითხარით, დავიღალეთ და გადავიდოთ, ან გავაგზავნოთ. არა, გავაგრძელოთ. კარგი, გავაგრძელოთ. აქ არის მხოლოდ 2 კომპონენტი შემოკარგებო. გაგიზიარებთ ამას მეოთხე სტანდარტს, ძალიან მარტივად იფარება ეგა. როგორც გითხარით, მეოთხე სტანდარტში არის 2 კომპონენტი, სულ მეტი არა. პირველია მოსწავლეთა უფლებების დაცვა. მოსწავლეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, რომელსაც შინაგანა წესი ან ცალკე დოკუმენტსაც თუ შექმნით, კი ბატონო, თუ არა შინაგანა წესიც უზრუნველყოფს. ანუ ნახეთ, შინაგანა წესი მესამე სტანდარტშიც ვახსენეთ. იქ თუ გავაკეთეთ მესამე სტანდარტისთვის, უკვე მეოთხე სტანდარტისთვისაც საკმარისია. ანუ რამდენჯერაც მე შინაგანა წესი მაქვს, იმდენჯერ კი არ ამტკიცებთ, უბრალოდ მხოლოდ ერთხელ და დამთავრდა. შემდეგი არის საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 04N ბრძანებით მოსწავლეთა ჩარიცხვის, მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის შესაბამისი სკოლის მოსწავლეს სკოლაში ჩარიცხვის მობილობის სტატუსის შეჩერება აღდგენის წესი. გადმოტვირთავთ და ამტკიცებს დირექტორი 2 დეფისი ბრძანებით. შემდეგია სადამრიგებლო პროგრამა. უკვე დამრიგებლობის შესახებ ვილაპარაკეთ სადამრიგებლო დებულება და ვილაპარაკეთ დამრიგებლის პორტფოლიო. ელექტრონულად და დამრიგებლობის დებულებას ან ამტკიცებს პედსაბჭო,
ან დირექტორი ბრძანებით. მე მაინც მირჩევნია, რომ დირექტორმა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, თუმცა თუ კათედრა და უკაცრავად პედსაბჭო დაამტკიცებს, არც მაგით დაშავდება რამე. უბრალოდ იქ ბრძანება იწერება და აქ კიდე მოისმინა სკოლის დამრიგებლის დებულების შესახებ ინფორმაცია. მოხსენებელია ვიღაც, აზრი გამოთქვა ვიღაცამ და პედაგოგიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მიიღოს ეს დამრიგებლობის დებულება. ამას ჯობია, რომ დირექტორმა დაწეროს ბრძანება, ჩემი მოსაზრებაა. სადამრიგებლო პროგრამა ითვალისწინებს საკლასო წესების შემუშავებას და მოსწავლეების ჩართულობით დამრიგებლობის შესახებ გვაქვს დამრიგებლის პორტფოლიო წინა გაიდში და შეგიძლიათ გადმოიტანოთ ჩვეულებრივის. უნდა გქონდეს მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან სტანდარტული ხელშეკრულებები, ოღონდაც პირველი კლასიდან რომ შემოდის ბავშვი და სტანდარტული ხელშეკრულება მის მშობელთან ან მეურვესთან ფორმდება ერთხელ და მასში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუ მშობელმა არ მოითხოვა რაღაც ცვლილებების შეტანა, ის არის მოქმედი. შემდეგი უკვე 16 წლიდან 18 წლამდე და თუ 18 წლისა გაგიხდათ უკვე ბავშვი, მერე უკვე მას მშობელი და მეურვე აღარ ჭირდება, მაგალითად მე-12 კლასის მეორე სემესტრში გაგიხდათ მოსწავლე 18 წელს, მასთან უკვე იდება ხელშეკრულება, რომ თურმე სკოლა ვალდებულია ბავშვს მიეწოდოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისი სერვისები. და უკვე რადგან სრულწლოვანია და 18 წლისა თუნდაც 2 თვე ყავდეთ, მაინც უნდა დაიდოს ასეთი ხელშეკრულება. შემდეგ სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც უნდა დაამტკიცეს აუცილებლად სწავლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე მაინც, ანუ სგუ მე მისი ვერსიები ატვირთული მაქვს ჩემს Facebook კედელზე, როგორც 10 წლიანი სკოლებისათვის, ასევე 12 წლიანებისათვის. შემდეგ არის უცხოენისა და არჩევითი საგნების არჩევის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აი მაგალითად, სკოლა თავაზობს, გინდა თუ არა რუსული, ან მარტო გერმანული. არა, თუ კი სკოლას არჩევითობას ავალებს მეორე ენის, ინგლისური როგორც პირველი უცხოენა არ აირჩევა, მაგრამ მეორე უცხოენა და მესამე საფეხურზე უკვე მესამე ენის არჩევა უნდა ჩანდეს, რომ აი მშობელთა ინტერესები გამოიკითხა, მოსწავლეთა ინტერესები და დაადგინეს, რომ ვასწავლოთ მაგალითად არა გერმანული მე-5 კლასიდან, არამედ ვასწავლოთ რუსული და მე-11 კლასში ვასწავლოთ კორეული ან ჩინური მესამე ენა, თუ კი გვაქვს ამის შესაძლებლობა. შემდეგ სკოლის და მისი პერსონალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პროგრამების, სერვისების და ასე შემდეგ ყველაფერი უნდა იყოს ეთიკის ნორმებში, თუნდაც ეს იყოს ბეჭდურად და გინდაც ელექტრონულად გავრცელებული, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეთიკის ნორმები იყოს დარღვეული. აი მაგალითად სკოლის Facebook გვერდზე არ შეიძლება მასწავლებლებმა გინება გამოაქვეყნონ, ან თქვათ რაღაც ისეთი, რაც მასწავლების პროფესიულ სტანდარტთან და ეთიკის კოდექსთან იქნება შეუსაბამო. ასეთი რამეები არ შეიძლება. უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, შინაგანი წესი, რომელშიც მოსწავლეთა უფლებების და დისციპლინური დევნების შესახებაც იქნება ინფორმაცია. შემდეგ ვებგვერდი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სკოლები MSG-ზე ატვირთული იქნება კონკრეტული სკოლის შესახებ. სოციქსელში ეს იქნება Twitter-ი, ანუ X-ი, რომ არის Facebook-ი და ასე შემდეგ. უნდა გამოიყენოთ, იმიტომ რომ აპრობირებულია და ძალიან კარგი საშუალებაა ინფორმირებისათვის, რომ ჩემი სკოლა კარგია და წარმატებულია. ეს შეიძლება სოციქსელებში გამოაქვეყნოთ ეთიკის ნორმების დაცვით. ინდივიდუალური აქტები, ვთქვათ, მოსწავლის ჩარიცხვის, მობილობის სტატუსის შეჩერების შეწყვეტის შესახებ და რა თქმა უნდა, ეს გვაქვს მესამე სტანდარტის ნახსენები და ბუნებრივია მოსწავლეთა უფლებათა დაცვის კუთხითაც უნდა გქონდეს მეოთხე სტანდარტისთვის. ანუ ერთი დოკუმენტი ზოგჯერ 2 და 3 ინდიკატორს გვიკმაყოფილებს. გადავედით მეორე კონკრეტულ კომპონენტზე მეოთხე სტანდარტში ის გახლავთ მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები. ამ შემთხვევაში გვჭირდება ტრანზიციის დოკუმენტი, ანუ როგორ გადავიდეს ბავშვი ბაღიდან პირველ კლასში, მერე საფეხურიდან საფეხურზე და შემდეგ უკვე პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებელში როგორ შეუწყოთ ხელი. ტრანზიციის დებულება აიგა, დააკვირდით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი ბრძანებით. წაიკითხავთ, მოგეწონებათ და ამტკიცებს. არ მოგეწონებათ და შეცვალეთ ბატონო, მე და ჩემ სკოლებს ძალიან მოგწონს. თუმცა ტრანზიცია არის საფეხურიდან საფეხურზე, ვთქვათ, სკოლამდელიდან სასკოლოში, სკოლის შიგნიდან უკვე საფეხურებრივად, მაგრამ ასევე ტრანზიცია გულისხმობს უკვე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებელშიც გადასვლასაც. მაგრამ როდესაც მოსწავლე მაგალითად მე-7 კლასში გამოგივიდა ან მე-3-ში, ეს არ არის საფეხური, არამედ კლასიდან კლასში გადასვლა, ერთი სკოლიდან მეორეში. ამიტომაც კარგი იქნება თუ გექნებათ ადაპტაციის წესი,
რომელიც სკოლისათვის უნდა იყოს დირექტორის მიერ დამტკიცებული და ყველასათვის უნდა იყოს გათვალისწინებული. დარაჯი, ექიმი, მასწავლებელი, თუ ვინც გინდათ და ასე შემდეგ. შემდეგ არის აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებელი მხარდაჭერი აქტივობა, ანუ რემედიაცია, ანუ ის გახლავთ დაწევის პროგრამა ფაქტობრივად, როდესაც ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა, ის უნდა იყოს რემედიაციის დებულებაში გაწერილი, ეს დებულება შეიძლება დაამტკიცოს დირექტორმა, პედაგოგიურმა საბჭომ, ერთ შემთხვევაში ბრძანებით და მეორე შემთხვევაში სხდომის ოქმით, მაგრამ მე მირჩენია, რომ რემედიაციის დოკუმენტიც დირექტორმა დაამტკიცოს ბრძანებით და მასში არის ჩამოთვლილი რა ტიპის რემედიაციას და როდის უჭერთ მხარს მოსწავლეებს. თუ ბავშვი საფეხურის შედეგებს ვერ აღწევს, არ ველოდებით მის გაოროსნებას და უჭერთ მხარს, რომ დაეწიოს თანატოლებს და ეს დაწევის პროგრამა ფაქტობრივად გვაქვს საგაკვეთილო პროცესში ჩაშენებული ორგანულად, რაც დიფერენცირებული მიდგომებით გვარდება რემედიაცია და სასწავლო პროცესიდან მოწყვეტით გაკვეთილების შემდეგ რომ არის. აი მაგალითად კონკრეტულ სკოლაში მეორე, მეშვიდე და მეცხრე კლასში ყავს ისეთი ბავშვები, რომლებიც არ იციან ინგლისურად თქვათ ელემენტარული რამ და დადგინდა რომ მათი ცოდნის დონე არის 5-ზე უფრო ნაკლები შეფასება განსაზღვრულ შეფასებაზე. შეიძლება რომ მეხუთე და მეცხრე კლასელი ბავშვები ერთად დავასმევინოთ ინგლისურის მასწავლებელს, მიუხედავად იმისა, ეს მასწავლებელი ამ ბავშვებს ასწავლის თუ არა, რემედიატორი მასწავლებელია, ხელსაწყის რემედიაციის დოკუმენტს მშობელი, დირექტორი, კლასის დამრიგებელი და რემედიატორი მასწავლებელი და გაიწერება გეგმა, თუ როგორ შეიძლება ბავშვი დავაწიოთ და თანატოლებთან არ ქონდეს დისკრიმინაციული მდგომარეობა აკადემიური დონისა. ეს მოწყვეტით როცა არის, მინდა გითხრათ, რომ ბავშვებს ეზარებათ ხოლმე გაკვეთილების მერე დარჩენა, იმიტომ რომ ეს ბულინგსაც იწვევს, არ უყვართ სკოლაში დარჩენა და გავამხილოთ ბარემ, რომ მასწავლებლებს უფრო მეტად არ გვიყვარს ხოლმე დამატებით უფასო მუშაობა და ხშირ შემთხვევაში ბავშვებს სკოლიდან ჩვენ ვასწრებთ, ხო? ამიტომაც ამ კუთხითაც კი, რომ ბულინგი, დაზარება და ასე შემდეგ, რომ თავიდან ავიცილოთ, რემედიაცია ჯობია კონკრეტულ კლასში, როდესაც ბავშვს ჩამორჩენა აქვს, იმ ბავშვზე დაბალი მზაობის აქტივობები შევთავაზოთ იმისთვის, რომ განვითარდეს. აი მაგალითად, რომ შევხედე მეცხრე კლასში მძიმეს ვერ სვამს, კარგად თქვათ ელიზბარი და ხშირად უშვებს ამ შეცდომებს, მე მას კი არ ვეტყვი, რომ ახლა შენ რემედიაცია გჭირდება, ჩამორჩენილი ხარ და უნდა დაგტოვო და ცალკე აქტივობები უნდა შემოთავაზო. არა, უბრალოდ ისეთ აქტივობას შევთავაზებ ხოლმე, სადაც ზუსტად ამ კუთხით გავაუმჯობესებინებ მდგომარეობას. ვეტყვი, რომ აბა ელიზბარ გამოდი დაფასან, ეხლა მე შენ წინადადება უნდა გიკარნახო და დაწერე. დააწეს ეს ელიზბარი და თუ დავინახეთ, რომ ძიმე კიდევ ვერ დასვა თავის ადგილზე, წესებსაც გავუმეორებთ, მივანიშნებთ და ასე შემდეგ და აღმოვაფხრევინებთ ამას. ინტერაქციაში და ჩართულობაც იზრდება ბავშვის და ამავდროულად უკვე რემედიაციაც გამოდის. ეს გვინდა არ გვინდა უფრო უკეთესია ბავშვისთვისაც და თვითონ მასწავლებლისთვისაც. დროც იზოგება და გაკვეთილიც ინტერაქციული გამოდის. მოკლედ ეს არის, როგორც გითხარით, რემედიაციის დებულება და ვიდრე საშემოდგომოს გამოაყოლებს მასწავლებელი მოსწავლეს, მანამდე უნდა ფიქსირდებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რემედიაციის ჩატარება. რომ გავუქანებთ ხოლმე და 4-იანებს და ან უფრო დაბალ ნიშნებს უწევთ ბავშვს და ვამბობთ, რომ აი საშემოდგომო უნდა ჩააბაროთ, თუ შემოგედავათ იცოდეთ მოსწავლე და მშობელი, მეოთხე სტანდარტის მიხედვით აუცილებლად მოგიგებთ და პასუხისგებლობა დაგეკისრებათ, მსუბუქი მაინც თქვათ გაფრთხილება დირექციის მხრიდან, თუ კი რემედიაციის პროცესში არ გვეყოლება ბავშვი ჩართული. რა თქმა უნდა, რემედიაციაში ჩართულმა ბავშვმა შეიძლება ვერ მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს და მაინც ცუდ მდგომარეობაში აკადემიური თვალსაზრისით დაგვრჩეს, მაგრამ ეს ჩატარებული უნდა იყოს და ასახული უნდა იყოს დოკუმენტით. მოკლედ, აქვე გვაქვს მასწავლებლის განმავითარებელი უკავშირების ზეპირი თუ წერილობით, ჯობია რომ ზეპირი იყოს, რა თქმა უნდა და განმავითარებელი შეფასების რუბრიკა რამდენიმე მაინც, სადღაც. აქვე გვაქვს წლიური სემესტრული ექსტერნის და საშემოდგომო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები. უნდა გქონდეს კლუბები და წრეები, მოსწავლეთა თვითმმართველობის დაგეგმილი ღონისძიებები. მოსწავლის პორტფოლიოებზე კი გითხარით, როგორიღაცა შეიძლება გააკეთოთ, სადაც მოსწავლის ყველა მიღწევა დაფიქსირდება. უნდა გქონდეს მემორანდუმები კოლეჯებთან, უნივერსიტეტებთან, შეხვედრები პროფორიენტაციაზე გამოცდილ ადამიანებთან, ან თქვათ კოლეჯებში წავიყვანოთ და ვაჩვენოთ რას აკეთებენ. ასევე ინკლუზიური განათლების პოლიტიკის დოკუმენტი, ეს არის, რომელიც უნდა დაამტკიცოს დირექტორმა. აუცილებლად გვჭირდება სასკოლო სასწავლო გეგმა,
რომელიც დამტკიცებული უნდა ქონდეს წესით უკვე. ასევე უნდა ქონდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, თუ კი გვყავს SSM მოსწავლე სკოლაში. ასევე თუ იჯარები გვაქვს სკოლაში გაცემული ბავშვების საუკეთესო ინტერესების განხორციელებისათვის, მაგალითად გვაქვს მუსიკის კომერციული წრე, ან გვაქვს თქვათ კალათბურთის ან ბოქსის და ასე შემდგომ და ასევე საიჯარო ხელშეკრულებებიც უნდა იყოს გაფორმებული აუცილებლად. აი ეს იყო მეოთხე სტანდარტში, რაც კი შეიძლებოდა მეთქვა, ახლა გელოდებით ხელი ავწიოთ, კითხვები დავსვათ და გიპასუხებთ. ზოგადად პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სტანდარტის გაიდები, ჩემო კარგებო, აუცილებლად დაიდეთ წინ, მიყევით და ფაქტობრივად ყველაფერი გექნებათ ხელთ. ერთადერთი რაც შეიძლება მეორე სტანდარტში დაგჭირდეთ მხარდაჭერა და ცოტა მეტი ძალისხმევა, თორემ დანარჩენის ყველაფერი მოცემულია. მოგეწონებათ აპრობირებულია და მოწონებულია ათასჯერ ექსპერტთა კლუბების, ექსპერტთა გაერთიანების და ექსპერტთა ჯგუფების მიერ, თუ არ მოგეწონება და თქვენ თვითონ შექმნით ზოგიერთი. მამუკა იმნაიშვილი იწევს ხელს, გისმენთ მამუკა მასწავლებელო. უпроსტოდ ბატონი მამუკა არის დირექტორი და მასწავლებელიც არის ამავდროულად. გისმენთ. ჩართე მამუკა მიკროფონი. გამარჯობათ. საქმის წარმოების წესთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. სკოლაში მეპირად დამტკიცებული მაქვს ელექტრონული საქმის წარმოების წესი, რომელიც ესე იგი გულისხმობს შემოსული დოკუმენტების გატარებას e-flow-ში. და გაუქმებული არის მესამე, მეოთხე წიგნი, რომელიც გატარებას მატერიალურად გულისხმობს. რაიმე წინააღმდეგობაში ხომ არ ვარ ეხლა მოსული, იმიტომ რომ ხარისხის მართვის გვერდზე არის დოკუმენტი, სადაც უშუალოდ ითვალისწინებს თუ დაამტკიცებს სკოლა აი ამ შემოსული გასული ცნობების აღრიცხვა სპეციალურ წიგნში. მოკლედ ამის შესახებ არის დოკუმენტი მამუკა და შეგიძლია ნახო, სუსტად იმას გაყევი. მაინც უმჯობესია რომ გქონდეთ მატერიალური გატარების ჟურნალები თუ წიგნები რაც გინდათ ის დაარქვით, სადაც ეს ყველაფერი ნუმერირებულია. ამის გარდა ნახეთ ჩვენ არ გვაქვს ის ერთი წუთით დავამთავრო. ჩვენ არ ვართ იმ ტიპის სახელმწიფოში, სადაც მუდმივი დენი და მუდმივი ინტერნეტია. და მაგალითად, მშობელი რომ მოგივიდეთ, განცხადებით და გითხრათ, რომ აი e-flow-ით ვერ გიგზავნით, იმიტომ რომ არც ინტერნეტი გაქვთ და არც არაფერი, ან კიდე თუნდაც ეს სკოლის ბაზაზე რაღაცის გატარება რო გვინდა, ხო? ამ განცხადების დატოვების, არ დატოვების უფლება თქვენ არ გაქვთ. ამიტომაც შემოსული დოკუმენტი უნდა გატარდეს ჟურნალში. ნომერირებულად და ამიტომაც ჩვეულებრივ გამოიყენებთ იმას, რაც წესი გვაქვს იქ საქმის წარმოების ერთიან წესს და დაამტკიცებთ. აი მე და უშტიღებ მადეჩიდი. პასუხი მისაღები იყო თუ კიდევ გვაქვს დასაზუსტებელი რამე? არა, უბრალოდ გავიარე კონსულტაცია რესურს ცენტრის იურისტთან და მითხრა რომ როგორც არის ესე იგი წიგნი მესამე და მეოთხე სკოლებში გაუქმებული არის, მაგრამ რიგ სკოლებს აქვს და იყენებს კიდევ და ამიტომ დავსვი ეგ შეკითხვა. რატომ უნდა გავაუქმო? კიდევ ერთხელ ავხსენი, რატომ არ უნდა გქონდეს მატერიალური წიგნები გაუქმებული. ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, სადაც მუდმივად ელექტრონულ ბრუნვაზე გვექნება ყველაფერი და ასე შემდეგ და ამიტომაც ჯობია. აქვე დავძენ ერთ რამესაც, რომ ხშირ შემთხვევაში მე ახლა კონკრეტულად ლანჩხუთის რესურს ცენტრის იურისტთან და რესურს ცენტრის თანამშრომლებთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ მინახავს მე პირადად, მაგალითად, ერთ-ერთი რესურს ცენტრის იურისტის მიერ შედგენილი დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო ეროვნული სასწავლო გეგმის ისეთი მუხლი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არც უარსებია. ასე რომ ხანდახან ცოტა კრიტიკულები ვიყოთ თუნდაც ზემდგომებისაგან, როდესაც მოდის რაღაც დოკუმენტი, იქ რაც მუხლები და ასე შემდეგ არის მითითებული, აუცილებლად გადაამოწმეთ ხოლმე. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცოტა სკოლას აქვს ეგრეთ წოდებული მაცნე გოუჯიზე წვდომა ავტორიზებული და ხშირ შემთხვევაში ესეც იწვევს რაღაც გაურკვევლობას, იმიტომ რომ არაკონსოლიდირებულ ვერსიებსაც კი კონსოლიდირებულად შეიძლება ჩვენებდეს ჩვეულებრივ მომხმარებელს.
ამიტომაც თუ რომელიმე ბრძანება მინისტრის ან დოკუმენტი დაგჭირდებათ ხოლმე, მომწერეთ, შეიძლება ხანდახან მაპატიეთ და შემოგიღრინოთ, რომ არ მცალია და არ ვარ კომპიუტერთან და ასე შემდეგ, მაგრამ აი ვიდრე არ მოგაწოდეთ ამ დოკუმენტს, ახლა დამერწმუნეთ რომ თქვათ იგივე ბრძანება, რომელიც არის მაგალითად 231 და ასე შემდეგ ეგეთი რამეები, რომ მოითხოვს დირექტორია თუ ვინც არ უნდა იყოს, თუ არ ჭირდებათ, ყველა ხوار მოითხოვს არა და თუ კი არ გექნებათ ცნობა კონსოლიდირებულ ვერსიებზე, მითხარით ხოლმე და დაგეხმარებით ამ მიმართულებითაც. კარგი, შემდეგი ანჟელა ხვიტიძე. გესმენთ ანჟელა მას. მოგესალმებით. მე რო დავიწყე დირექტორად მუშაობა, მატერიალური სახით არანაირი დოკუმენტი არ ინახება და რა შეიძლება შევინახო? აი, რა აუცილებელი რაღაცებია, რომელიც მატერიალურადაც უნდა შევინახო თქვა სკოლაში. არაფერი მატერიალურად არ არის, ყველაფერი ელექტრონულად იყო ჩემამდეც და მეც ეს კი ბატონო, იყოს ელექტრონულად იყოს ყველაფერი, არ გედავებით მაგაზე, უბრალოდ ანჟელა და იმიტომ მაინტერესა. კი ბატონო, გეტყვით ამასაც. აი ნახეთ, ჩვენ გქონია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ პირს, რომელსაც თქვათ, უნდა ამერიკაში გამგზავრება და მას 8 კლასი აქვს დამთავრებული, 8 კლასის დამთავრების ცნობა ესაჭიროება. ახლა გეკითხებით, ან ერთს ბატონ მამუკას, ან ქალბატონ ანჟელას, საიდან ექნებათ ამ ადამიანების 8 კლასის დამთავრების ინფორმაცია ელექტრონულად? ეს მაინტერესებს, აი თქვათ რეკომენდაციას რას გამიწევთ, რა შეიძლება აუცილებლობის სახით რომ იყოს? მაგალითად ის რომ მაგალითად თუნდაც კლასის დაძლევის შესახებ რომ გვაქვს რაღაც ჩანაწერების წიგნი, გვარების მიხედვით რომ არის G17, თქვათ L5 და ასე შემდეგ. ალბათ გექნებათ ეგეთი შემორჩენილი ეგეთი წიგნები, ძველი. და შეინახეთ. ნახე რა არის იმ სკოლაში, სადაც მუშაობ, ცოტა ისეთი წყალი ჩამოვიდა და ძველი დოკუმენტები განადგურებული, ეს მე დამტკიცებულიც არის და ძველ დოკუმენტებზე ძალიან ცოტაზე მაქვს წვდომა, ძალიან ძველი, აი წარმოგიდგენიათ 75-74 უფრო გადარჩენილია, ვინმე ის რაც თქვათ ამ ჩვენს 1000 წლებში არის და ამიტომაც ახლა გეუბნებით არანაირი დოკუმენტი არ დამხვედრია მატერიალურად და გამოცდილება არ დამხვედრია ბატონო ანჟელა და ახლა რაც არ დამხვედრიეთ ამის გამო თქვენ პასუხისმგებლობას ხო და ახლა მინდა რომ აი თქვათ თუ რაიმე ისეთია რომელიც აუცილებლად უნდა მქონდეს ახლა დავიწყებ ამასაც ხო პრობლემა არ აქვს ხო და ამიტომ აი მაგალითად ჩვენ 114 საჯარო სკოლაში მიუხედავად იმისა რომ თბილისის ცენტრშია თუ ცოტა პერიფერიაში რაც კიდეც ის და თბილისია მაინც გვაქვს მატერიალური წარმოებაც იმიტომ რომ აი რა მოხდება კაცშვილმა არის ეს თქვენ არ ქონიათ შემთხვევა როდესაც ერთბაშა ჟურნალი აურევს და საერთოდ ხრება მონაცემები ხო ყოფილა ასეთი ხო ის მეც გამიკვირდა ხა მე სადაც მუშაობდი სკოლაში იქ იყო მატერიალური სახით მაგრამ აქ რო აღარ იყო მეც აღარ უბრალოდ ახლა ასეთ რამეს გეკითხებით ბატონო ანჟელა ნახეთ თქვათ კონკრეტულად თქვენ სკოლაში მერვე კლასის თუ მე-9 კლასის თუ მე-11 კლასის მოსწავლის მშობელი მოვიდა და გეუბნებათ რომ მან აუცილებლად დღესვე უნდა წაიღოს ცნობა თქვენგან რომ თქვენი შვილი სწავლობს კონკრეტული სკოლის მე-11 კლასში და ამ დროს არ გაქვთ ინტერნეტი რა უნდა ვქნათ ძალიან ხშირად აქ ინტერნეტი. კი, ნამდვილად პრობლემას მიქმნის. ძალიან ბევრჯერ შემიქმნა უკვე. ხო და ამიტომაც თავი დაიწყეთ კიდე ერთხელ გეუბნებით, ეს პრობლემა ხშირ შემთხვევაში ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებშიც არის და მე თვითონ საქართველოში ახლა მაგალითად მინახავს სკოლები, სადაც ინტერნეტი არის ისეთი მიცვალებულია ფაქტობრივად ეს ინტერნეტი და რა ვიცი, აბა მე მაინც გირჩევთ რომ მატერიალური სახითაც ის რასაც სტრატეგიულად შეიძლება მოითხოვდეს მოსწავლედან მშობელი ან მასწავლებელი გქონდეთ კიდევაც. მაშინ პირადი საქმეებიც ელექტრონულად გავაკეთოთ, ხო? ბავშვების პირადი საქმეებიც ხონდეს ელექტრონულად და კლასის დაძლევა და ეს ცნობების აღრიცხვის ჟურნალი კიდე რა შეიძლება მატერიალურად სამი ბევრი შეიძლება აი თქვათ არა მარტო თქვათ იგივე აკადემიური მოსწრების ფურცლები და ასე შემდეგ აი თუნდაც მშობელთა განცხადებები ჩარიცხვაზე თხოვნა და ასე შემდეგ ეგეთი ხო გაქვთ მატერიალურად შობელი როგორ კი ამას გაინტერესებს ვატარებთ ესე იგი Flow-ში მატერიალურად ვინახავთ მაგრამ Flow-ში ვატარებთ და უბრალოდ არ ხდება გატარება რა თქმა უნდა Flow-ში თუ არ გატარდა ეხლა მაგის ნომერი თუ არ გადავიდა ეხლა ბატონო მამუკა ნახეთ უბრალოდ ეხლა მოდი ნუ დავიწყებთ
რაღაც ახალი ამერიკის აღმოჩენას, ჩვენ კი ვიცით, რომ შობლის რომ მოდის, ეხლა თუ ეს ეფლოუში არ გატარდათ ნომერი არ იქნება, უბრალოდ ელექტრონულ ბრუნვაში ვერ ჩაეშვება დოკუმენტაცია, მაგრამ ეს განცხადება ხო არც ამიგო, ჩავდებ და გვაქვს. ეგეთი რამე არ გაანადგურებთ კონდეს. არა, არ ვანადგურებთ. უბრალოდ გატარება ანუ არ მაინც გქონიათ ეს მატერიალური დოკუმენტაცია. მაინც გქონიათ ეს მატერიალი. ხო და აბა რა გინდათ ახლა მითხარით. გატარება არ ხდება წიგნ 3 და 4 წიგნში, მე-3 და მე-4 წიგნში. ნუ გაატარებთ ხონდეთ ბატონო და ეფლოუში ხო გიტარდებათ, მაგრამ განცხადება დაიტოვეთ მაშინ და უთხრათ რომ გენი და ინტერნეტი რომ გაგიტარებთ. რა გითხრათ მეტი? კარგი ხარ, მადლობა. ხო, ის მატერიალურ ჟურნალში სხვანაირი ნუმერაცია და ეფლოუს სხვა ნომერს ანიჭებს, ხო ესეა? კი ბატონო, სწორი ხარ. მატერიალურ ჟურნალში რო გავატარე, მაგრამ ცნობა რომ მოვიდა, ის როდესაც ეფლოუში აიტვირთება, ეფლოუ თვითონ ანიჭებს ნომერს. და არა ჩვენ ჩვენს ხო? კარგი, ეხლა ეს ისეთი რამეა, მინდა გითხრათ, რომელშიც ყველა დირექტორი გინდათ არ გინდათ მაინც ერკვევით და ეხლა ნუ მანაყენებთ წყალს ყველა უბრალოდ, იმიტომ რომ აგერ ქალბატონი ვიქტორიას აქვს ხელი აწეული. გისმენთ? ბატონო როლანდ, ასეთი კითხვა მაქვს, სად შემიძლია განმეორებით ვუყურო სამივე შეხვედრის ჩანაწერებს და მასალა, რომელსაც თქვენ წარმოგვიდგენთ, ამას ახლოდან სად მოვიძიო და სად გავეცნო ახლოდან? ნახეთ, YouTube-ზე აუცილებლად არის ყველა ეს ჩანაწერი, პირველი სტანდარტის, მეორე სტანდარტის და მესამე მეოთხე სტანდარტის გაიდებს ავტვირთავ ახლა, როგორც კი დავასრულებთ. Facebook კედელზე მაქვს გადმოტანილი ეს YouTube ლინკები, რომელშიც არის სათაურშივე მითითებულია ვორდული დოკუმენტებიც. ანუ თქვა პირველი სტანდარტის გაიდი რომ არის, ხო? პირველ სტანდარტზე საუბარი. სათაურში გვიწერია ჩვეულებრივ პოსტში წერია როგორც YouTube-ის ლინკი, ასევე თვითონ ამ დოკუმენტის გაიდის ლინკიც. დააწყაბებთ და ჩამოტვირთავთ გაიდს. დააწყაბებთ და YouTube-ზე მოვსვენთ ჩემ ჩანაწერს. ანუ თქვენ Facebook გვერდზე როგორც მივხვდი, ხო? კი ბატონო, ჩემს Facebook გვერდზე არის, ოღონდ თვალი ინტენსიურად უნდა ადევნოთ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ რაღაცას ვწერ ხოლმე, ზოგიერთი ძალიან არასერიოზულია. ხანდახან როდესაც დავიღლები, მომინდება რომ ანეკდოტი დავწერო, იმიტომ რომ ჩემი თავი გავამხნევო. ეს პროფესია ახლა Facebook-ი ხო მარტო პროფესიული თვალსაზრისით ხანდახან წმინდა ადამიანური თვალსაზრისით შეიძლება გამოვიყენო და ამიტომაც მინდა რომ გაადევნოთ ხოლმე თვალი, ან YouTube-ში ჩაწეროთ თქვა პირველი სტანდარტის გაიდი და თავისთავად ამოგივარდებათ. YouTube-ზე არის ჩემი არხი. როლანდ ხოჯანაშვილის ჩანაწერები, ესე ნახავთ იქ თქვა ანალიტიკურ წერაზე, ფუნქციურ წერაზე, რა ვიცი 1000 რაღაცაზე და მათ შორის იქნება რა თქმა უნდა ეს გაიდებიც. გასაგებია. და ჩვენი შეხვედრების ჩანაწერები ხო კეთდება გუშინდელი დღევანდელი? ამის განმეორებით ნახვა? YouTube-ზე იმიტომ გადამაქვს. YouTube-ზე გადამაქვს, იმიტომ რომ ხანდახან Teams-ი თვითონ შლის და ამიტომაც ჩამოვტვირთავ და YouTube-ზე გადამაქვს. გასაგებია, ეხლა მადლობა დიდი. აქ ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ამ ჯგუფში თქვენ წევრები არა ხართ, სტუმრის სტატუსებით მოსულები და ამიტომ ჩანაწერზე წვდომა არ გექნებათ, მაგრამ YouTube-ზე შეუფერხებლად გაქვთ. გასაგებია, მადლობა დიდი. ალბათონი ნათელა შემდეგი. მოგესალმებით. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და გუშინ ამ დღევანდელ ვებინარს არ ეხება ეს საკითხი. გუშინ მქონდა შეკითხვა და გადავხედე მე თქვენგან მითითებული იმაზე კურიკულუმებზე რა მქონდა ჩავინიშნე რაღაცები და მინდოდა რომ უფრო შესწორება შემეტანა და კითხვა გამიჩნდა. აი, როდესაც კურიკულუმს ვადგენთ, მხოლოდ აქტივობები უნდა ჩავწეროთ? აქტივობები საერთოდ არ იწერება ქალბატონო ნათელა, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ როდესაც კონკრეტულ საგანს ასწავლით, ამ შემთხვევაში აქტივობა შეიძლება 15 დაგჭირდეს, ან 35 კლასს გააჩნია. ანუ თქვენ წერთ მხოლოდ ცნებებს ყველას თემის ფარგლებში, აუცილებლად უნდა დამუშავდეს, შემდეგ თემას, ანუ თავის სათაურს, შემდეგ გახლავთ საკითხი ან საკითხთა კლასტერი, კონტექსტ მაგალითები, ან რაზე დაყრდნობითაც ვასწავლით და ასევე შუალედური მიზანი, ანუ კომპლექსური დავალების იდეა ან პირობა და ბოლოს რესურსების მისამართები, თქვათ YouTube-ის მისამართი, სახელმწიფოს გვერდები და ასე შემდეგ. აქტივობები არ იწერება. კითხვები ან აქტივობები რომ არაფერი არ იწერება. არა. ეგ შეგიძლიათ თქვენ ეგრეთ წოდებულ მატრიცაში გაწეროთ, თუ კი გექნებათ მატრიცის დაწერის სურვილი, თორემ მაგის ვალდებულებაც არ აქვს, გუშინაც გითხარით. კარგი, ორმეცი მადლობა. კარგი, შემდეგი ქალბატონი ირმა თოდუა, გისმენთ.
გამარჯობა. მოგესალმებით. ისმის, დიახ, გამარჯობა ბატონო როლანდ. მე პირველად ვარ თქვენს ვებინარზე. ძალიან საინტერესო იყო და აქვე მივესალმები საზოგადოებას, აქ მყოფ საზოგადოებას. მაქვს შეკითხვა სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით. თუ შეიძლება და გეგმა, რომელიც არის განკუთვნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და თუ არის შესაძლებელი ამ საკითხზე ვებინარი ეს თქვენთან თუ ან სად როგორ გავარკვიო. ამ თლიანობაში ნახეთ აი ინკლუზიურ განათლებაზე, მათ შორის ალტერნატიული სასწავლო გეგმა, სენსორული სასწავლო გეგმა, ცხადია ამ ყველაფერს მე ვეცნობი და ვიყენებ პრაქტიკაში და ვცდილობ მის საფუძველზე ადაპტირებული ინდივიდუალური გეგმა გავაკეთო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ კი ამ ვებინარის ამ თემაზე ვებინარის თუ ტრენინგის მოსმენის შესაძლებლობა მექნება. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნასთან დაკავშირებით YouTube-ზე შეგიძლიათ უფასოდ ნახოთ ჩანაწერი, არის ჩემი მიერ გავრცელებული და შეგიძლიათ ნახოთ. ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენის შესახებ. თქვენი ჩანაწერია. დიახ. კარგით, გასაგებია. კარგით, მადლობა. კარგი. შემდეგი თათია ხინტკირია. გისმენთ ხალხო თათია. საღამომშვიდობისა, ბატონო როლანდ, მოგესალმებით კოლეგებო. აი ასეთი შეკითხვა მაქვს საქმის წარმოებისთან დაკავშირებით დოკუმენტების ბრუნვასთან კონკრეტულად, აი მაგალითად სამეურვეო საბჭოს ოქმი წლიდან წლამდე, აი მაგალითად პირველი ოქმია მეორე, მესამე სექტემბრიდან ისევ ნომერი პირველით იწერება თუ გრძელდება ეს წლების მანძილზე? სამეურნეო წლების მიხედვით არის, მე ესე მახსოვს, ახლა სუსტად დადინჯებით ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცით, სამეურნეო წლის კალენდარული წლის მიხედვით კეთდება და არა სამეურნეო წლის მიხედვით. ანუ სექტემბერში შეიძლება იყოს ნომერი 7 თუ 4 თუ რომელიღაცა. ეს საბჭოს ეს არის ბატონო როლანდ? ბატონო? ეს საბჭოზეც იგივეს ამბობთ, ანუ იგივე არის? კი. მე ესე მახსოვს ახლა ზუსტად ამ წუთში საერთო და საკადროს შემთხვევაში თავიდან, ხო? ბატონო? აი, როდესაც ნახავთ თქვენ უკვე საქმის წარმოების წესს იქ წერია დეტალიზებულად. ახლა ამ წუთში ისეთი გადაქანცული ვარ, დღეს ეს არის ჩემთვის უკვე ანუ 4 სამსახურში ვიყავი დღეს და დღეს საღამოს ახლა ჩემთვის ეს არის უკვე გონების გადაწვის ფონზე საუბარი და მგონია რომ არის სამეურნეო წლის მიხედვით კი არა, არამედ კალენდარული წლის მიხედვით. და ნუმერაცია. მაინც ეგ შეგიძლიათ იურისტებთან გაარკვიოთ ძალიან მარტივად. იანვრიდან იწყება ანომრა, მე ესე მახსოვს. იანვრიდან იწყება. დიახ, იანვრიდან იწყება დოკუმენტების დანომრა. კი ბატონო, ანუ კალენდარული წლის მიხედვით და არა სამეურნეო წლის მიხედვით. დიახ, მართალი ბრძანდებით ბატონო როლანდ. კალენდარული წლის მიხედვით. იანვრიდან იანვრამდე გრძელდება. საბჭო და იანვრიდან პირველი ოქმი როგორ იქნება? უკვე გავარკვიეთ ეს საკითხი და ქალბატონ თათიას უთხარით და გადავედით ახლა რაგული კალანდაძესთან. გისმენთ? მოგესალმებით ამ საზოგადოებას, მაპატიეთ მეც კურიკულუმთან მაქვს დაკავშირებული შეკითხვა და დღევანდელ ვებინარს არ ეხება. აი პირველ სვეტში უნდა ჩამოვწეროთ ცნებები. აი როგორც აქამდე ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცოდი რომ ერთი საკითხის ფარგლებში ყველა ცნება უნდა გავიაროთ და თემის ფარგლებში ბატონო რაგული. კი. ან თემის ფარგლებში, დიახ. თემის ფარგლებში და აი ცნების ფარგლებში ყველა ცნება უნდა ჩამოვწეროთ, ხო? დიახ, უნდა დამუშავდეს ყველა ცნება. თუ შეიძლება ასეთი რამე ვთქვათ, არის ისეთი თემა, რომ მხოლოდ სრულყოფილად დამუშავება შეიძლება ამ თემაში 3 ცნების.
მაგალითად მოქალაქეობაში სპეციფიკა არა, მოქალაქეობაში სამეცნიერების სრულყოფილად დამუშავება შეიძლება მხოლოდ ეს სამეცნიერება ჩავწეროთ. სრულყოფილად ვერცერთი ცნება ვერ დამუშავდება, ნახეთ ძალიან მარტივად რომ ახსნათ. მაგალითად გრამატიკა არის ხანგრძლივი მიზანი მასწავლებლების და თქვენი აზრით რომელი თემის ფარგლებში შეიძლება ახლა ქართული ენის გრამატიკა სრულყოფილად დამუშავდეს. ამიტომაც ყველა თემის ფარგლებში გრამატიკა ყოველთვის გაგვიმეორდება ქართულში. ერთადერთი არის თუ არ ვცდები ფიზიკაში, სადაც თუ არ ვცდები და მე მგონი რომ არ ვცდები, ჩემ გადაღრულ გონებას მაინც ვენდობი და ვიტყვი რომ არის რაღაც ცნება, რომელიც უბრალოდ რაღაც თემასთან მიმართებით არ მუშავდება, იმიტომ რომ ორგანულად არ უკავშირდება უბრალოდ ის ცნება კონკრეტულ თემას. უცხო ენაში ხდება ხოლმე ესე? კი ბატონო, შეიძლება იყოს. კარგით, მადლობთ. ნახეთ თემებს, როდესაც სავალდებულო თემები, სადაც არის ეროვნულ-სასწავლო გეგმაში რომ არის საგნობრივი სტანდარტები, იქ არის მითითებული, რომელ თემასთან მიმართებით, რომელიც ცნება არ შეიძლება დამუშავდეს. მაგრამ თუ კი ერთგან, ოდნავ მაინც შეიძლება დამუშავდეს, აუცილებლად წერთ ხოლმე. ქართულში ეს ყველგან არის, არანაირი შეფერხება არ არის ქართულში მაგალითად. ეს არ არის ჩვენი სურვილი, რომ სრულყოფილად დავამუშავოთ. ვერც ერთ შემთხვევაში ცნება სრულყოფილად ვერ დამუშავდება ერთ თემასთან მიმართებით, იმიტომ რომ ერთი თემა თუ ცნება სრულად გვამუშავებინებს, მაშინ იმ ერთ თემას ვასწავლეთ და უკვე გრძელვადიან მიზანზეა გასული. არ არის ესე და ამიტომაც ის გვჭირდება ყველა თემასთან მიმართებით. კარგი, შემდეგ კობაიძე ლალი. მოგესალმებით. მადლობა ასეთ საინტერესო ინფორმაციისთვის და სამკვლევისთვის. მე გახლავართ ერთ-ერთი არაქართულენოვანი სკოლის წარმომადგენელი ჯავახეთიდან და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ცოტა რთული მდგომარეობა ამ მხრივ. რას გულისხმობ ახლა ამაში? ანუ კურიკულუმები, ეს ახალი ინფორმაციები და საერთოდ ეს ახალი რაც არის, თქვათ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაც ხომ არის კი და ამასთან დაკავშირებით ჯერ ახლა იწყება. ზოგიერთ სკოლაში ჯერ არც არის დანერგილი და არც არის შემოსული. მე ახლა მინდა ესეთი რაღაცა კითხვა დავსვა ესეთი დირექტორის სახელით, იმიტომ რომ არაქართულენოვანი სკოლაა. და დღეს იყო საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ თქვათ სკოლაში შევქმნათ ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. იქნებ რჩევა მომცეთ ამასთან დაკავშირებით, ან ბრძანებით უნდა გაკეთდეს ეს ჯგუფი შეიქმნას. ნახეთ, ქალბატონო ლალი, გეტყვით ახლა მოკლედ, არაქართულენოვანი სწავლება, ანუ ქართულ ენაზე სადაც არ მიმდინარეობს სწავლება, ეს გახლავთ ისა რუსული, აზერბაიჯანული და სომხური. ჯერჯერობით ჩვენ ამ ენების სწავლება, სადაც მიმდინარეობს ამ სკოლებისათვის სტანდარტები დამტკიცებული არ არის, ამიტომაც მივიჩქარებთ, სავარაუდოდ დროულად იზამენ ამ ყველაფერს და მერე ზუსტად თქვენი მხარდაჭერისთვისაც გვექნება ჩვენ, რა თქმა უნდა, არაქართულენოვანი სკოლებისთვისაც მხარდამჭერი ამდაგვარი შეხვედრები, ოღონდაც მე ვერ ვფლობ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს, ამიტომაც თუ მექნება შეხება ასეთი ტიპის სკოლებთან, რა თქმა უნდა, დაგვრჩება თარჯიმანი, ან უბრალოდ პროფკავშირი სომხურენოვან და აზერბაიჯანულ ენოვან სპეციალისტებს მოუხმოს თქვენი მხარდაჭერისათვის. ამ ეტაპზე თქვენ მაინდა-მაინც ბევრს მოვეცდებით და მაინტერესებდა კი, ნახეთ, ბოდიშ გიხდით, რომ გაწყვეტინებთ, იმიტომ რომ ნახეთ, მე ახლა დღეს შემოვუერთდი ამ ტრენინგს და დღეს მივიღე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ქართულის მასწავლებელი ვარ და ფაქტიურად არაქართულენოვან სკოლებში რაც ხდება, ყველა საბუთების წარმოება, ეს ყველაფერი რაც ავტორიზაციასთან დაკავშირებით, ახლა რაც განიხილეთ თქვენ, ხო? ძირითადად გადადის ქართულის ენის მასწავლებლებზე და ცოტა ისე სახელმწიფო ენის მასწავლებლები ხარ და იმიტომაც. დიახ, ნახეთ, თვითონ პედაგოგებსაც კი აი ეს ჟვანიეს ქართული ენის შესწავლის კურსებისაც კი გავლილი აქვს და რაღაცა იმ დონეზე მაინც არ აქვს გავლილი და იმ დონეზე მაინც არ ფლობენ ამ სახელმწიფო ენას და ამიტომ ჩვენთვის აი ნახეთ ქართულის მასწავლებლებზე ძირითადი დატვირთვა მოდის აი ამ საკითხთან დაკავშირებით და
ამასთან დაკავშირებით აი ცოტა მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ მე პირადად ვალდებულად ვთვლი თავს, იმიტომ რომ ნახეთ აი ყინდა რომ ყველაფერი იყოს კარგად სკოლაში, ხო? და დირექტორსაც ხალხონლარი და გითხარით რომ ჯერჯერობით სტანდარტები არ არსებობს არაქართულენოვანი სკოლებისათვის, ეს ხომ უნდა იყოს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. არ არის ჯერჯერობით და როდესაც იქნება სახელმწიფოს დაიწყებს თქვენ მხარდაჭერას და ჩვენც თუ კი საჭიროება მოითხოვს, პროფკავშირიც გავაკეთებთ. როგორც ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე უფრო უკეთესად და მიზანმიმართულად ხშირად პროფკავშირი უჭერს მხარს მასწავლებლებს, იმიტომ რომ ჩვენ ვალდებულებებით კი არ ვსაუბრობთ მასწავლებლებთან, რომ აი ვალდებულება გვაქვს და თუ ეს არ გავაკეთეთ დაგვექცევა თავზე ყველაფერი. არა, ჩვენი სურვილია, ჩვენი მიზანია მასწავლებლების მხარდაჭერა ყოველგვარი ფინანსური თუ სხვა ტიპის ინტერესების მიღმა. თუმცა, ეხლა როდესაც თქვა სახელმწიფო ინსტიტუცია, თქვა რომელიღაც CP მასწავლებლების სახთა რა ასე შემდეგ, როცა ატარებს ტრენინგს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უხდის მას თანხას ამაში. ჩემდაგვარი და პროფკავშირის მიერ ჩატარებული ან მოხალისეობრივი ტრენინგები ან არის საქველმოქმედო, ან არის პირადი ფინანსური უზრუნველყოფაზე ორიენტირებული და ასე შემდეგ. ანუ ეს სხვა რამე, ეს არის ვალდებულება. სახელმწიფო იხდის თანხას და უნდა დაგეხმაროთ, რაზეც დასახმარებელია. თუმცა ხშირად ჩვენ უკვე არასახელმწიფო სექტორი, არ კერძო სექტორი უკვე ვიწყებთ უფრო მიზანმიმართულ მხარდაჭერას სკოლებისათვის და როგორც კი ამისი აუცილებლობა იქნება და როგორც კი სტანდარტები დამტკიცდება არაქართულენოვანი სკოლებისათვის, ჩვენ დავიწყებთ ამაზე, რა თქმა უნდა, სრულას. ვიცი, რომ ბევრ და დიდ და კარგ საქმეს აკეთებთ. თან მინდა აღვნიშნოს, რომ ზუსტად თქვენ და გვარი მასწავლებლების და თქვენი დამსახურება ის, რომ დღეს სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეები ქართულად მეტყველებენ. ხო არის ესე, აშკარად შეიძლება დადებითი ტენდენცია. მე ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს უკვე სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სადაც თვით მასწავლებლებიც ძალიან კარგად საუბრობენ სომხებიც და აზერბაიჯანელებიც ქართულად. კარგი ტენდენციაა და ეს არის მთლიანად თქვენი დამსახურება. აი ნახეთ ტერმინოლოგიაც ისეთია, ახლა თქვა იქ რაც არის, ხო? დღეს მე დირექტორთან მქონდა ამასთან დაკავშირებით. აი კურიკულუმს ნუ მეუბნები, მითხარი უბრალოდ თემატური გეგმა. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის თემატურ გეგმას ვადგენდით, ხო? არა, თემატური გეგმა სხვა რამეა. მეუბნები. ხო, აი სიტყვით არ ითარგმნება, რაღაც დაახლოებით თარგმნით ხოლმე, მაგრამ იმ დაახლოებით თარგმნაშიც კიდე სწორ ინფორმაციას ვერ ვაწვდით და ამიტომ ვერც ვაგებინებთ სწორად და აი რომელი რაიონია თქვენი მითხარით? ახალქალაქი. ახალქალაქში ვიყავით, თუ არ ვცდები, აგვისტოს ბოლო იყო 30 და იქ ახალქალაქის ტენის საჯარო სკოლა, რომელიც ქართულენოვანი იქნება შეხვედრა. თუ კი ჩვენ გვექნება კიდევ მომავალში ამის შესაძლებლობა, რომ არაქართულენოვან რეგიონებში საქართველოს არაქართულენოვან ეთნიკური უმცირესობით დასახლებულებს და ასე შემდეგ, სადაც ქართულენოვანი ხალხით შევხვდებით, თქვენი იმედიც გვექნება. მე ვფიქრობ, რომ თქვენ შეგიძლიათ კომუნიკაცია კარგად სომხურ ან რუსულ ენაზე მაინც, ხო? თქვენს თანამშრომელთან. ორი ენაზე კეთილად ვსაუბრობ, დიახ და ნახეთ ეს არის საკუთარი თქმა მინდოდა რომ ანუ მე ახლა თქვენი სახით დირექტორს გადავცე ესეთი რაღაცა რომ ჯერ თავი შევეკავოთ ამ ყველაფერთან, ხო? ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებულობა არ დაიწყო, განსაკუთრებული მსაუბრა არ დაიწყო. ფოლიო კი მაქვს გაკეთებული ახლა ელექტრონულის და მატერიალურიც, მაგრამ აი სხვა მასწავლებლებიც მიყურებენ ახლა ესე რომ როგორ გავაკეთოთ და ცოტა რთულია ახლა. აი ახლა რომ დაიწყო ქალბატონო ლალი კეთება, უბრალოდ სტანდარტთან შესაბამისი არ იქნება. და ამიტომაც შეიკავეთ ჯერჯერობით ამ და კურიკულუმებისგან და რაღაცებისგან, რასაც მოითხოვს თქვენი რესურს ცენტრები, აკეთეთ იმის მიხედვით. იმიტომ რომ სხვაგვარად არა გვაქვს. ჯერ მე ახლა ამ წუთში როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი გეუბნებით იმას, არა გვაქვს ბატონო ამ ენებზე სტანდარტები და ვერც ვერაფერს ვერ დაგეხმარებით. ვიდრე არ დამტკიცდება, იმიტომ რომ არ დაიმთხევა და ზედმეტი ტანჯვა წამება, რა თქინდათ, როგორც მუშაობდით, გააგრძელეთ ისე მუშაობა. ძალიან კარგი, უღმესი მადლობა. უბრალოდ მე ახლა ის 2 დღის ტრენინგი გამოვტოვე, იმიტომ რომ დღეს მივიღე ამასთან დაკავშირებით, უიდან ავიწყდა რომ მე თქვა ესე მითხრა ჩემმა დირექტორმა და აი ეს პირველი 2 დღეც რომ მომესმინა და მიმოღო მონაწილეობა ძალიან კარგი. განაცხადები არის ქალბატონო ლალი და გაბუგადგებათ აუცილებლად. უღმესი მადლობა, წარმატებები. ქალბატონი ანჟელა იწევს სახელს გისმენთ.
ამჯერად შემაჯამებლების რაოდენობაზე მინდა გკითხოთ დღეს სპეციალურად დამაბარეს მასწავლებლებმა. ის რაც ადრეს სამინისტრო მწველი სახით მოგვაწოდა, ეს ისევ აუცილებელია თუ კათედრებმა შეგვიძლია შევამციროთ ან რაღაც ცვლილებები შევიტანოთ. გავაკეთოთ მაშელა, გეტყვით იმას, რომ რამდენი, ანუ სახელმწიფოს რომ ვირჩევთ. აი მაგალითად ქართული ენა და ლიტერატურა მე-7 კლასში არის 3 გრიფირებული სახელმწიფო. სწავლანს აქვს უფრო ცოტა თემები, დიოგენეს აქვს ბევრად მეტი და არტანუჩს აქვს იმდენი, აღარც კი შემიძლია, მგონი 25 თემა აქვს, რომელიც სახელმწიფოებსაც ირჩევთ, რამდენი თავიც არის, იმდენი შემაჯამებელი უნდა აწერნოთ. უფრო მაღალ კლასებში აქვს პრობლემა, თქვათ მე-11-მე-12-ში თუ შეგვიძლია ორო შევამციროთ ქართულის მასწავლებლებს. არ უნდა შეამციროთ პირიქით მომატებაზე თუ იქნება, რატომ უნდა შეამციროთ, რა მაგდენი გაქვთ ახლა? არ ვიცი, ვიღაცას უთქვამს, ხო იცი, ახლა მოარული ხმებით რო იციან, რომ არიქა შეუძლია კათედრა გადაწყვეტოს და მე აუცილებლად ვიკითხავ დღეს. გეტყვით. აი, როდესაც თქვათ, უნდა ქართულის მასწავლებელს 4 შემაჯამებელიდან 3-ზე დაიყვანოს, მაშინ ამ ქართულის მასწავლებელმა უნდა მოახერხოს ისეთი შემაჯამებლის პირობის დაწერა, სადაც 2 ქვეთემა ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს შემაჯამებელი, 2 ქვეთემა ისე ორგანულად უნდა შეურწყას ერთმანეთს, რომ ორივე ქვეთემა დაიფაროს. ამას ვერ რა თქინდათ ეს, აი, რატომ მოინდომებენ ხოლმე ამ ახალი ველოსიპედის გამოგონებას, სულ მიყვეს და ვერაფერს ვერ ვკარდა იმისა, რომ ბატონო როლანდ, აი მათემატიკაში ბოდის გიხდით, მოგესალმებით. აი მათემატიკაში მაგალითად ერთ-ერთ სახელმწიფოში არის პირველ სემესტრში 3 თემა და მეორეში 4. არა და გაწერილი გვაქვს მე-5-მე-6 კლასებში 10 შემაჯამებელი. საკმარისიც არ არის ხოლმე მასალა დაუშვათ, რომ ის 10 შემაჯამებელი დაწერო. ეხლა აქ ხო შეიძლება მით უმეტეს რაღაცა ის გაერთიანებაც კი შეიძლება ერთმანეთს მოყვება მათემატიკა ცოტა სხვა სპეციფიკაა. და აი იმ თემებთან დაკავშირებით 7 შემაჯამებელი გაკეთდეს და არა 10. ძალიან ბევრია ხოლმე მით უმეტეს თემები. ასე გვეუბნება ეროვნული სასწავლო გეგმა, ჯამდება თემა. ანუ ერთი თავი დაამთავრეთ, ის უნდა შეჯამდეს, დამთავრდა. მინიმუმ თემების რაოდენობას უნდა დაემთხოს. მეტი შეგიძლიათ. თუმცა აი 213 საჯარო სკოლაში, სადაც პირველად შევიტანეთ ჩვენ შემაჯამებლების მიხედვით მხოლოდ შეფასება, სემესტრში მოცემულს პლუს 1. ანუ ყველაზე მინიმალური სხვადასხვა არის. იმიტომ რომ ჩვენ საკითხს საშინაოში ნიშნებს არ ვწერთ. ეს კი, ეს ამ შემთხვევაში მეტიც კარგია, მაგრამ აი იმ შემთხვევაში, როცა მიმდინარე ნიშნებიც იწერება შემაჯამებელი და შემაჯამებელის, აფუძე დაგვიჭირს ხოლმე. მე მაგალითად 2 თემაში ისე ახლოს იყო, მასალა ცოტა იყო, გამიჭირდა მე იმის ფარგლებში მათემატიკაში შემაჯამებელი შეგვედგინა და დაუშვათ ამოგვეკრიბა ის ძარღვიანი სავარჯიშოები და რაღაცა. მათემატიკა ცოტა ის არის და ჩვენც რო ვიმუშავებთ სხვათა შორის იქაც იმ დასკვნამდე მივედით, რომ აი 10 ნამეტანი ბევრია, იმიტომ ერთ თემაზე ხან 2 შემაჯამებელი გვიწერს ხოლმე, იმდენად იწელება ხანდახან. და არ გააკეთოთ ბატონო, თემა შეაჯამეთ ერთხელ და დამთავრდა. ხო. ძალიან კარგი, მადლობა, გაიხარეთ, კარგია. მინიმუმ თემების რაოდენობას ემთხვევა. მინიმუმ. წამოჭერით ეს საკითხი და ქართულში პირიქით, რატომაც არა. კი ბატონო, მადლობა. ნუ რა ვიცი, იქაც უჭირთ მაღალ კლასებში მთხოვესო, თუ შეიძლება რომ შევამციროთ. არაფერი არ უჭირთ, გავაკეთოთ ანჟელა, უბრალოდ ზარმაცები ვართ ადამიანები. კიდევ ერთხელ ადამიანების ზარმაცი არსება, არ არსებობს. რატომ მოვიგონეთ თვითმფრინავი და მანქანა ფეხიციარული გვეზარებოდა? რატომ მოვიგონეთ ტრაქტორი, იმიტომ რომ თოხნა და ბალო გვეზარებოდა. დავანებოთ თავი ახლა. ამას არაფერი მაგდენი არ არის საკეთებელი. 4 და 5 შემაჯამებლის წერა არ დახოცავს ახლა მასწავლებელს. სკოლაში ახლა ყველა კლასში 29 ბავშვი იყოს ყველა კლასში. არ იქნება. არა, მაქსიმუმი ჩემთან არის 17 ბავშვი. ხო და აბა მე რა ვქრე ახლა 29 მოსწავლე რომ ყავს და ყველაზე ცოტა 24 კლასში. თუმცა ახლა სხვანაირად რომ არ გაიგო ბატონო როლანდ დავამატებ რა აქ მათემატიკაში მე გულისხმობ ფიქსირებულ შემაჯამებელს ამის გარდა არის კომპლექსური დავალებები შიგადაშიგ ჩართული შეიძლება ერთ თემაში მე 2 კომპლექსური დავალებაც კი გავაკეთო არ მიგვერს იმიტომ რომ 2019 წელს თუ რომელიღაც წელში მათემატიკის ექსპერტის სტატუსი ხდება მორგებული გაჭირვების გამო თორე ახლა მე განათლებით ვარ ქართულისა და ლიტერატურის სპეციალისტი.
ასე რომ ამასთან ერთად ისიც კეთდება. მადლობა. კიდე თუ არის შეკითხვა? გონია ალბათ მნიშვნელოვანია უკაცრავად ისიც თუ კვირაში რამდენჯერ ხვდებით მოსწავლეს. ხო შეიძლება 12 თემა იყოს გასავლელი და შესაჯამებელი, მაგრამ კვირაში მხოლოდ 2-ჯერ რო ხვდები. ალბათ უნდა თემის გააერთიანოთ. მოცულობას გააჩნია ქალბატონო ვერა, რამხელაა თემა. მაგალითად, ჩემთვის ახლა მაგალითად ვეფხისტყაოსანი, რომელიც მე-10 კლასში ისწავლება და დიდი წიგნი ქვია ზოგიერთი სახელმძღვანელოს მიხედვით. ახლა ვეფხისტყაოსნისა და მაგალითად პატრიოტული მცირე ლირიკა რომ არის სადღაც წარმოდგენილი, ამ თემების ერთმანეთთან შედარება როგორ შეიძლება, ხო? ვეფხისტყაოსას 32 წელიწადია ვასწავლე და მე თვითონ ვსწავლობ, როცა ვასწავლი კიდე იქეთ. ხო და აბა ახლა ყველაფერი შეფარდებით და შედარებითია მაინც. გასაგებია, მადლობა. უჭაძე ნანა შემდეგი. ჩართეთ მიკროფონი. ქალბატონო ნანა, გელოდებით. მოგესალმებით. ერთი შეკითხვა მაქვს შემაჯამებლებთან დაკავშირებით. აქამდე შემაჯამებას ვადგენდით ეროვნული სტილზე, როგორც ღია, ასე დახურული დავალებებით. და ახლა თითქოს მათემატიკა. ახლა თითქოს გაჩნდა შემაჯამებელი უნდა იყოს კომპლექსური სტილზე აუცილებლად და ტესტი როგორი აუცილებლად ქალბატონო ნანა ნახეთ ეს წეღანაც აღინიშნა რომ მათემატიკას ცოტა თავისებური სპეციფიკა აქვს რომ თუ კი იქნება კომპლექსური ხასიათის და კარგი მათემატიკის კარგი ამოცანა ფაქტობრივად მაინც კომპლექსური დავალების პირობაა მათჯიზე რომ შეხვალთ უამრავია იქ უკვე ნიმუშები და შეგიძლიათ ესე გადმოკოპიროთ თქვენი ინტერესების მიხედვით ან შეცვალოთ ან დაარედაქტიროთ ხოლმე ნახავთ რომ იქ სხვა ტიპის წელსაა თუმცა მე მაინც მომხრევარ კომპლექსური ტიპის შემაჯამებლების. მადლობთ. შეგიძლიათ ლინკი რომ ჩავიგდოთ. რისი ლინკი? mat.g ესეა ჩვენი. აჰა. მათემატიკის. დიახ, გასაგებია. კარგი. მაშინ დაგემშვიდობებით კოლეგებო, მე მჯერა რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ხშირ შემთხვევაში პატარ-პატარა და ეპიზოდური რჩევები ჩემს Facebook კედელზე შეგიძლიათ მოძებნოთ. აი მაგალითად გუშინ თუ გუშინ წინ ერთი საინტერესო მასალა გამოვიდა გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით და 200,000 ნახვა დააგროვა იმ ერთმა პოსტმა და 300-ზე თუ 400-ზე მეტი გადაზიარება. კი რა, უკაცრავად 1200-ზე მეტი გადაზიარება. ხო, მოკლედ ახლა ზუსტად ვერ შემოგედავებთ 200,000-ზე მეტი ნახვით და 1200-ზე მეტი გადაზიარება ქონდა პოსტს. ესეთი რაღაცები ხშირად დაიწერება ჩემს კედელზე. მე რა თქმა უნდა არ გავალდებულებთ რომ ჩაუსაფრთეთ ახლა ჩემს კედელს და გინდა თუ არა რასაც მე ვიტყვი და რასაც დავწერ ყველაფერი გაიზიარეთ, მაგრამ ხშირად თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცებს ნახავთ და შეგეძლებათ რომ თამამ გამოიყენოთ. აქვე არ დავმალავ იმასაც, რომ ხშირად ჩემი Facebook გვერდი ძალიან არასერიოზულია და როცა ესე შეიძლება არც თუ ისე აკადემიურად ხუმრობდე ან თვითირონიას მიმართავ და ეს ჩვეულებრივი წმინდა ადამიანური მომენტებია. მე ზუსტად ისეთივე ადამიანი ვარ, რომელსაც უხარია წყინს თუ ასე შემდგომ და ხანდახან მეც ალბათ მეპატიება არასერიოზული გამოსვლები სოციალურ სივრცეში, რომელიც რა თქმა უნდა ეთიკის ნორმებს არ არღვევს. დაგემშვიდობებით, აუცილებლად ვადევნებთ თვალს მასწავლებელთა და სკოლების საჭიროებებს და გვექნება ხოლმე ხანდახან ამდაგვარი შეხვედრები ონლაინ რეჟიმში, რომელსაც YouTube-ზეც ავტვირთავ და რა თქმა უნდა შესაძლებლობის ფარგლებშიც დაგეხმარებით ხოლმე. ერთი ადამიანი ბუნებრივია ამ მიმართულებით ძალიან ცოტაა და 10-იც და ამიტომაც რასაც კი თქვენ თვითონაც კარგ გამოცდილებას დააგროვებთ, ეცადეთ რომ ის არ დაკონსერვდეს თქვენი სკოლის შიგნით, როგორც წარმატების ფორმულა, გააზიარეთ ხოლმე ყველანაირი მარხით, რომელიც წარმატებას მოუტანს ნებისმიერ ადამიანს. დაგემშვიდობებით და ბედნიერ საღამოს გისურვებთ ყველა თქვენს. მადლობა.